საღამო მშვიდობისა. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. მექანიკური ვირთხები. თუ რატომ დავარქვი ასე, ამას რა თქმა უნდა გზადაგზა თქვენ მიხვდებით, მაგრამ მე მირჩევნია ამ თავითვე სწორედ ამის განმარტებით დავიწყო. ვირთხა, როგორც ამბობენ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ერთობ ჭკვიანი და საინტერესო ცხოველი ყოფილა, თუმცა ბევრისთვის ის რა თქმა უნდა ზიზღის და შიშის მომგვრელად რჩება. ისინი, ვინც დაძრიეს ეს შიში და ზიზღი ამ ცხოველების მიმართ, ხანდახან მოაშინაურებენ მას და სახლში ყავთ ისე, როგორც შინაური ცხოველები, ძაღლი, კატა და სხვა. თურმე ყოფილა ასეთი შემთხვევებიც. მაგრამ ყოფილა ისეთი შემთხვევებიც და არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ვირთხებს მოაშინაურებენ როგორც პოლიტიკურ ცხოველებს და პოლიტიკურ დაკვეთას აძლევენ, პოლიტიკურ დავალებას აძლევენ. ეს ცხოველები თითქმის მექანიკურ ცხოველებად იქცევიან. მოდით ახლა ვნახოთ ერთი პატარა ვიდეო ამასთან დაკავშირებით. ამ პატარა ვიდეო მასალაში გასაკვირი არაფერია, თქვენ ალბათ ის გაგიკვირდათ, თუ რატომ შევაერთეთ ეს ხმა და ეს გამოსახულება. გამოსახულება ვირთხების, ხოლო ხმა, გახმოვანება, თქვენ იცანით ალბათ, რომელიც აგერ თვეების განმავლობაში გესმით თბილისის ქუჩებში. შევაერთეთ იმიტომ, რომ სწორედ პოლიტიკურ ვირთხებზე ვექნება საუბარი და მას შემდეგ, რაც ამ ვირთხას მოათვინიერებენ, დაგეშავენ და რაღაც ელემენტარულ ჩვევებს გამომუშავებენ, მას შემდეგ იგი იქცევა, აი თუ გაინტერესებთ რა იქცევა, სწორედ ახლა წარმოგიდგენთ ამას. იცნობთ თქვენ ამ ქალბატონებსა და ვაჟბატონებს, რომლებიც მექანიკურ ვირთხებად გადაიქცნენ დასავლეთის ხელში და ასრულებენ იმ დავალებას, რასაც მათ აძლევენ. პირველ რიგში ეს დავალება არის დაკავშირებული საქართველოს მგრავასთან, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობასთან და საქართველოს ჩაყენებას დასავლეთის ინტერესების სამსახურში, რომელიც აბსოლუტურად აცილებულია საქართველოს ინტერესებს. აი ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ახლა დროებით დავივიწყოთ ვირთხები და გადავიდეთ იმ მოვლენებზე, რომელიც აგერ ჩვენს თვალწინ ვითარდება. თქვენ გახსოვთ ალბათ, თუ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. აი საურზაური და ალიაქოთი, რაც თვეების განმავლობაში გრძელდება თბილისის და არა მარტო თბილისის ქუჩებში. ეს ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ განაცხადა, თუ კი ევროპა გადაიტანა 30 წლამდე დიალოგის გახსნა ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, საქართველოსზე რა თქმა უნდა საუბარი, ჩვენ 28 წლამდე, 2028 წლამდე ვაჩერებთ ყველაფერს, ვაჩერებთ ამ მიმართულებით მუშაობას და დავიწყებთ მუშაობას ამ მიმართულებით, ხოლო მას შემდეგ, რაც ჩვენთვის საბოლოოდ გაიხსნება ევროკავშირის კარი. აი ეს იყო გაცხადებული და ამ გაცხადებაში არაფერი გასაკვირი არ ყოფილა. ეს ყველაფერი მოდიოდა დასავლეთიდან, მოდიოდა ევროპიდან, მაგრამ ყველაფერი შეიფუთა და გაიყიდა ისე, თითქოს აქ დაიწყო ეს ყველაფერი. ანუ რასთან გვაქვს საქმე? ჩვენ ვაქციეთ ზურგი ევროპას, თუ ევროპამ გვაქცია ზურგი. ევროპამ გვაიძულა, გაგვეკეთებინა ის განცხადება, რა განცხადებაც იყო გაკეთებული. აი ახლა აღმოჩნდა, გაიხსნა, რომ თურმე ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ, ევროპიდან წამოსულა ეს ყველაფერი. ევროკომისარი მარტა კოსი აღიარებს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი ევროპულმა საბჭომ შეაჩერა. ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ოპოზიციის ცრუ ნარატივი, თითქოს მოლაპარაკებების შეჩერება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო და არა ევროპული სტრუქტურების.
საბჭოა ის, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს, მან შეაჩერა მოლაპარაკებები. ასე და ამრიგად ევროპამ შეაჩერა მოლაპარაკებები და ჩვენ მხოლოდ გავიმეორეთ ის, რა რეალობაც ჰქონდა ჩვენმა მთავრობამ და მმართველმა პარტიამ. მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ეს ყველაფერი შეიფუთა ისე, თითქოს საქართველომ აქცია ზურგი ევროპას და ევროკავშირს და საერთოდ დასავლეთს. აი, როგორი იყო მაშინ შეფასებები და განცხადებები. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი შეაჩერა ირაკლი კობახიძემ. აი ასე, კონკრეტულად და ერთმნიშვნელოვნად ეს შეაჩერა ირაკლი კობახიძემ, ანუ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ტყუილია, ასე არ ყოფილა, მაგრამ ასე ითქვა. მათ არ რწყვენიათ ტყუილის თქმა, მათ არ ერიდებათ ქართველი ხალხის მათი ამომრჩევლის მოტყუება და როდესაც რას ჩათვლიან მიზანშეწონილად, იმას ამბობენ და არა იმას, რაც რეალურად არის. მარტო ერთი ეს ვაჟბატონი არ ყოფილა, რა თქმა უნდა, აი კიდევ ნახავთ რამდენიმე მათგანს. აი ამ სამარცხვინო ხალატით პრაქტიკულად ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური განატრიალება მოხდა. შეხედეთ, სანამდე მივიდნენ, ეს არ იყო რაღაცა გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს შეცდომად, მათი აზრით. არა, ეს იყო ღალატი, სახელმწიფოს ღალატი, საქართველოს ღალატი, სამშობლოს ღალატი, პირდაპირ ასეთი მომაკვდინებელი ვერდიქტი გამოიტანეს და დადეს ქართველი ხალხის წინაშე. აი კიდევ ერთი მათგანი. დღევანდელმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ პრაქტიკულად ხუნტამ უარი თქვა საქართველოს 78 საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლზე. კონსტიტუციაში ჩვენ გვიწერია, რა თქმა უნდა, შეცდომით, რა თქმა უნდა, გაუგებრობა, რა თქმა უნდა, არასწორია, მაგრამ იძულებით მოხდა ეს ამბავიც, გვიწერია, რომ ჩვენი მიმართულება, ჩვენი გზა არის ნატო და ევროკავშირი და ახლა სწორედ ამას გვაყვედრიან. რა თქმა უნდა, არავითარი გადახვევა ამ კურსიდან საქართველოს ხელისუფლებას გულშიც არ გაუვლია, მაგრამ შეიფუთა ისე, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს დასავლეთს და დასავლურ ვექტორზე, დასავლურ ორიენტაციაზე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ევროკავშირზე. ახლა მარტო ჩვენები რომ ლაპარაკობდნენ ამას, აი ესენი თუ შეიძლება ამათ ჩვენები უწოდოთ. კიდევ გასაგები იქნება, იმიტომ რომ რაღაცა პოლიტიკური мотиваცია აერთიანებს გარკვეულ დაჯგუფებას, გარკვეულ პერსონებს, ადამიანებს და ისინი რაღაც ერთ მიმართულებას, ჟარგონით რომ ვთქვათ, აწვევიან და აწვევიან. გასაგები იქნებოდა. მაგრამ თქვენ ნახავთ ახლა მოისმენთ ევროკავშირის ელჩის განცხადებას, ბატონი ჰერჩინსკი, ავად სახსენებელი ჰერჩინსკი აწუყვე, მოგეხსენებათ თქვენ რა პოზიცია უკავია მას და როგორ იქცევა დიპლომატიისთვის, ელჩისთვის, სხვა ქვეყნის, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის თვისებებისგან, ვალდებულებებისგან, გაურბის ყველაფერ ამას ეს კაცი, ზურგს აქცევს უბრალოდ ყველაფერ ამას და აკეთებს აბსოლუტურად მისი სტატუსისთვის შეუფერებელ განცხადებებს. აი ეს განცხადებაც. როგორც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, საქართველო აღარაა დაინტერესებული მიხვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას მომავალი 4 წლის განმავლობაში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება. აი ეს განაცხადა მაშინ ბატონმა ჰერჩინსკიმ, ეს არის საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებაო. შემართლა მკვდარ ძაღლო, როგორც იტყვიან ქართველები. რანაირად არის ეს საქართველოს გადაწყვეტილება, როდესაც ახლა ჩვენ მოვისმინეთ, რომ ყოფილა ევროკავშირის გადაწყვეტილება. ევროკავშირს მიუღია ეს გადაწყვეტილება და რატომ აბრალებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში საქართველოს იმას, რაც გააკეთა ევროკავშირმა და არ გაუკეთებია საქართველოს. აი ამაში ხომ დევს, ხომ ჩანს, ხომ იკითხება ის სურვილი, რომ ქართველ ხალხს თავგზა აუბნიონ, ქართველი ხალხის შეცდომაში შეიყვანონ და ქართველ ხალხს მიაღებინონ საკუთარი ხელისუფლების, მის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. აი ეს სურვილი ჩანს და ეს სურვილი იკითხება ამაში, რაც შეეხება საქართველოს მთავრობას და მმართველ პარტიას. იგი მაშინაც აცხადებდა, რომ არაფერ შუაში არ არის ამ შემთხვევაში საქართველო და საქართველო მზად არის თუნდაც ახლავე მოაწეროს ხელი
ამ მოლაპარაკებების გახსნას. ამის შესახებ ამბობდა არა სხვა ვინმე, არა რომელიმე რიგითი მოხელე, არამედ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე. კეთილი ინებონ თუ უნდათ მოლაპარაკების გახსნა, დადონ მაგიდაზე დღესვე მოვაწერ ხელს. ეს ხომ მაშინ ითქვა და ჩვენ ხომ გვესმოდა ეს ყველაფერი. ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, ხალხი ვართ, საზოგადოება ვართ. ხომ შეგვიძლია რაღაცა დასკვნა გავაკეთოთ. რაღაცა განსხვავებები აღმოვაჩინოთ ერთი მხარის ნათქვამსა და მეორე მხარის ნათქვამს შორის. ჩვენი თავრობის მეთაური პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გვეუბნება რომ თუ დადებენ მაგიდაზე ამ დოკუმენტს მე დღესვე მზად ვარ მოვაწერო ხელი მასო. არ გადავდება მას 2028 წლისთვის, არამედ დღესვე ვაწერე ხელსო. მაშინ გაკეთდა, იმ დროს გაკეთდა ეს განცხადება, მაგრამ ქართველი ხალხის ერთი ნაწილი ისეა თავგზა არეული, დაბნეული, გაყიდული და შემცდარი, რომ არ ჯერა ეს ყველაფერი და აკეთებს იმას, რომ თვების განმავლობაში დგას ქუჩაში აი ამ მოტივით, აი ამ საბაბით, აი ამ საფუძველით, რომ ვითომ ჩვენ ზურგი შევაქციეთ ევროპას. და ახლა ყველაფერ ამასთან დაკავშირებით თავის კომენტარს გააკეთებს ბატონი კახაკალაძე. ადრე თუ გვიან ყველაფერი ცხადი და ნათელი ხდება. ჩვენ როდესაც პირდაპირ გვეუბნებოდნენ და ამას ოფიციალური თანამდებობის პირები ამბობდნენ, რომ ევროკავშირის გაფართოვება წარმოუდგენელია 2030 წლამდე, ხო? ჩვენ გამოვედით და ამაზე პირდაპირ ვისაუბრეთ. და მე გახსოვთ თუ რა პროცესები მოყვა ამ ყველაფერს. ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რომ მოხდეს ქვეყნის ევროინტეგრაცია. ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ რა თქმა უნდა პირველ რიგში გავითვალისწინებთ ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყნის ინტერესს. მეტი რა ქნან, მეტი როგორ გვითხრან, მეტი როგორ დაგვარწმუნონ. გამოდიან მართველი პარტიის ლიდერების საკვანძეო თანამდებობის პირები და გვეუბნებიან, რომ ისე კი არ არის, როგორც გატყუებენ. როგორც სურთ რომ მოგატყუონ და შეცდომაში შეგიყვანონ. არამედ არის ასე როგორც ჩვენ გეუბნებით, მაგრამ ზოგიერთს მაინც უჭირს ამისი დაჯერება. აი კიდევ ერთი წარმომადგენელი ქართული ოცნებისა ამასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ ივლისში ევროკავშირის ელჩმა ჰერჩინსკიმ თქვა რომ შეჩერებულია თანამშრომლობა. შემდეგ იყო ამას მოყვა ჩვენი განცხადება, რომ ჩვენ მზადა ვართ მე გადავიდეთ აი ამ მოლაპარაკების პროცესზე, მაგრამ რასაკვირველია ჩვენი მოთხოვნა იქნება უარყოფითად მიღებული და ეს იქნებოდა გამოყენებული როგორც ბერკეტის საქართველოში არეულობის მოსაწყობად. აქედან გამომდინარე ჩვენ დღესაც ვამბობთ, რომ ხვალვე მზადა ვართ გადავიდეთ მთელ რიგ საკითხებზე მოლაპარაკების პროცესზე, თუმცა რასაკვირველია ეს ყველამ კარგად იცის, მარტა კოსსაც რო არ ეთქვას, რომ ეს პროცესი ჩვენს მიერ არ არის შეჩერებული. არ არის ჩვენს მიერ შეჩერებული და როგორც იმ დროს თქვა ბატონმა კობახიძემ, რომ დღესვე მზადა ვარ მოვაწერო ხელი ამ დოკუმენტებსო, ასევე ახლაც აცხადებს ბატონი ვოლსკი, რომ დღესაც ხომ არის თითქოს გადადებული 2028 წლამდე, აი დღესაც მზადა ვართ დავიწყოთ ეს მოლაპარაკებები, მოვაწეროთ ხელი ამ საბუთებს და მივცეთ მსვლელობა პროცესს. ასე ამბობენ, მაგრამ ევროკავშირს ეს ასე არ სურს. აი ამ დროს, როდესაც ეს ყველაფერი პირიქით არის, გვეუბნებიან პირიქით, მოაქვთ პირიქით, რომ თურმე საქართველომ გააჩერა ეს ყველაფერი. საქმე იქამდე მივიდა, რომ არა მარტო ამასთან, არამედ საერთოდ ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით, უსინდისო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხრიდან და დასავლეთის მხრიდან. აი ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე იზრუნებული გახდა წერილობით მიემართა ევროკავშირის ელჩისთვის. იქნება წარმოდგენა, რომ ზიზღი და ძალადობა შეიძლება ევროპული ღირებულებების სახელით იქნეს გამართლებული. მეტიც, შემაშფოთებელია, რომ ზიზღის, ძალადობისა და პროპაგანდის დაგმობის ნაცვლად გვესმის მხარდამჭერი განცხადებები იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც არიან ზიზღის, ძალადობისა და პროპაგანდის ორგანიზატორები. ჩემს წინა წერილში მე მივუთითებდი იმ საფრთხეებზე, რომლებიც თანახლავს უარს საჯაროდ და მკაფიოდ დაიგმოს ამგვარი რადიკალური ქმედებები, რომლებიც არა მარტო პოლიტიკურ პოლარიზაციას ასაზრდოებს, არამედ ქართულ დემოკრატიას ემუქრება. უკვე ვხედავთ, რომ მსგავსი სიჩუმით წახეზებული ჯგუფები მიუახლოვდნენ იმ წერტილს, რომლის მიღმაც ექსტრემიზმია და საიდანაც მობრუნება შეუძლებედი იქნება.
დიახ, ყოველივე ამის მიღმა არის ექსტრემიზმი, არის ტერორიზმი, არის სახელმწიფო გადატრიალება და არის ყველა ის უბედურება, რაც დამღუპველად და დამანგრევლად იმოქმედებს ჩვენს ქვეყანაზე. ამიტომ როგორმე ეს ყველაფერი უნდა ავლაგმოთ და შევაჩეროთ. აი ამ წერილიდან ირკვევა, რომ ჩემს წინა წერილებში ამბობს ბატონი პაპუაშვილი, ირკვევა, რომ ადრეც წერდა წერილებს, ესე იგი ელაპარაკებიან ელჩებს. წერილებს წერენ. დოკუმენტებს უტოვებენ, რომ ასეა და ასეა საქმის ვითარება. ასე მოქცევა არ შეიძლება. ეს არც ევროპული სტანდარტია, არც დიპლომატიის სტანდარტია, არც პოლიტიკის სტანდარტია და ამიტომ ასე ნუიქცევით ვახვეწებიან, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვიო, ნათქვამია, საქართველოში ასეთი ვითარება გვაქვს. აი კიდევ რას ეუბნება ბატონი პაპუაშვილი ჰერჩინსკის. ევროკავშირის როგორც მშვიდობის პროექტის არსი მდგომარეობს არამხოლოდ წევრ ქვეყნებში შორის ომის თავიდან არიდებაში, არამედ აგრეთვე მშვიდობიან გარემოში საზოგადოებების განვითარების შესაძლებლობების შექმნაში, ისეთ გარემოში, რომელიც თავისუფალი იქნება დეზინფორმაციის, ისტერიისა და ძალადობისგან. აღნიშნული საპირისპიროდ სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის დაფინანსება ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების უარყოფას ნიშნავს. დროა საქართველოსი დაინტერესებულმა ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა მათი ქმედებები ევროპული ღირებულებების ჩარჩოში მოაქციონ. ეს არის ის საბაზისო ტესტი, რომელიც მათ ჯერ კიდევ ჩასაბარებელი აქვთ. არა მარტო ესაუბრებიან, ელაპარაკებიან და არა მარტო წერილებს წერენ, არამედ სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში, პრესის ფურცლებზე, მედია საშუალებებში, სოციალურ ქსელებში, სადაც ხელი მიუწვდებათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ევროპელებს აუხსნან ერთი რამ. ჩვენ დასავლეთისგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბრიუსელისგან გვჭირდება პარტნიორი და არა დირექტორი. ჩვენ არ გვჭირდება დავალებები, ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობა, ჩვენ გვჭირდება ურთიერთობა, ჩვენ გვჭირდება დიალოგი. სამწუხაროდ მათ ეს არ ესმით, რომ ესმოდეთ, მაშინ ამდენჯერ გამეორება არ იქნებოდა საჭირო. იგივე პაპუაშვილი ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში. ბრიუსელიდან ქართულ ხალხს გვიყურებენ როგორც რაღაც არასრულფასოვან საზოგადოებას, რომელიც რაღაც გამოცდები უნდა ვაბაროთ. ეხლა ბრიუსელის წინაშე თუ რა ვიცი, ქალბატონი იუკნევიჩიანეს თუ სხვების წინაშე უნდა ვაბაროთ გამოცდები. ეს დამოკიდებულება რაღაც მეორე ხარისხოვან საზოგადოება წარმოჩენა ქართული ხალხისა უნდა დასრულდეს. და ეს დაასრულა ქართულმა ხალხმა 26 ოქტომბერს. დიახ, ეს დასრულდა გასული წლის ოქტომბრის თვეში, როდესაც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდა დემოკრატიულად, კონსტიტუციურად და ქართველმა ხალხმა აირჩია ქართული ოცნება, მისცა მას ხმების ის რაოდენობა, რომ ის ყოფილიყო საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის წარმოადგენელი. აი ეს მეორე საბაბი გახდა იმ ვირთხებისთვის, მექანიკური ვირთხებისთვის, რომლებიც ქუჩებში დარბიან და რომლებიც წამლავენ საზოგადოებას და ცდილობენ თავს მოახვიონ რაღაც აბსოლუტურად მიუღებელი იდეები და აბსოლუტურად მიუღებელი განვითარება პროცესებისა. ასე ხდება სამწუხაროდ, ასეთი განვითარება გვაქვს და ახლა ყველაფერ ამას, რაც თქვენ მოისმინეთ, საქართველოს მთავრობის და ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან. რა შეიძლება ეწოდოს გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები ცდილობენ იღწვიან, რომ საქართველოს გადაურჩინონ, შეუნარჩუნონ, ან უფრო სწორად მოუპოვონ ის სუვერენიტეტი, რომელიც დაკარგულია და რომელიც წართმეული აქვს, ან ცდილობს, რომ მიიტაცოს და მიისაკუთროს დასავლეთი ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვადასხვა სტრუქტურები. ამას ცდილობენ სუვერენიტეტის გადარჩენას. ამის მეტი დასკვნა აქედან არ გამოდის. მაგრამ ის ვირთხები, ნახეთ როგორ აზროვნებენ, ნახეთ აქედან რა დასკვნა გამოიყვანეს. პაპუაშვილი ჩამოყალიბდა უკვე რაღაცა ძალიან ისეთ მოქნილ რუს პროპაგანდისტად. რატომ? რა შუაშია რუსი პროპაგანდისტი? თუკი ჩვენ ევროპასთან ურთიერთობაში, ჩვენ ვაპირებთ ევროპასთან ერთად ვიცხოვროთ მთელი მომავალი ჩვენი, ხო? ასეთია გადაწყვეტილება, ასე გვიწერია კონსტიტუციაში, ეს რამდენად სწორია, სხვა საკითხია, მაგრამ ჩვენ ხომ 30-35 წელი ამ მიმართულებით მივდივართ. ყველა თაობის ხელისუფლება, რომელიც მოდიოდა საქართველოში და რომლებიც სხვათა შორის
ერთმანეთს დაპირისპირებულნი იყვნენ. ამ მიმართულებაში ყველა შეთანხმებული იყო. ეს არის ჩვენი არჩევანი, ასე იფუთებოდა ეს ამბავი, ქართველი ხალხის არჩევანი არის დასავლეთი და თუ კი ჩვენ დასავლეთთან აი ამ მასშტაბის ურთიერთობა გვინდა, სამუდამო და საუკუნო. ასეთ შემთხვევაში ხომ შეიძლება იმ დასავლეთთან, იმ ევროპასთან რაღაც გარკვეული შეკითხვები გაგვიჩნდეს. რაღაც გარკვეული ამბები იყოს შესათანხმებელი ერთმანეთთან. რაღაცაში ხომ შეიძლება რომ არ დავეთანხმოთ ჩვენ, ან არ დაგვეთანხმონ ისინი. აი ამ გარკვევის პროცესს რატომ უნდა დაარქვას ვინმე, რომ ეს არის რუსული პროპაგანდა. რა შუაშია აქ რუსული პროპაგანდა? იმ შუაშია, რომ მათ გონიათ თუ კი რუსეთის მომხრეობას დაგაბრალებენ, პრორუსობას, როგორც ახლა მიღებულია თქმა, თუ კი დაგაბრალებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხის წინაშე, საზოგადოების წინაშე თავი მოგჭრეს და ასე ვთქვათ, პოლიტიკურად გაგანადგურეს. ასე გონიათ მათ. შესაძლებელია სრულიად სხვაგვარადაც იყოს, მაგრამ ამის გარკვევას ახლა დავანებოთ თავი. მათ ასე გონიათ და მიუხედავად იმისა, რომ არანაირ საფუძველს ეს განცხადებები, რომლებიც ჩვენ ახლა მოვისმინეთ, არ იძლევა იმისა, რომ ამ ადამიანებს დავაბრალოთ პრორუსობა, რუსეთის პროპაგანდისტობა და ასე შემდეგ, ეს ვირთხები კადრულობენ იმას, რომ ისე მოვყიდონ ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ და რაც აბსოლუტურად სხვა რამეს ნიშნავდა, რომ ეს თითქოს რუსული პროპაგანდაა. უტიფრობა, უსინდისობა და უნამუსობა. მე არ ვიცი, როგორ იქცევიან ნამდვილი ვირთხები, შესაძლებელია, რა კი ისინი ჭკვიანი და საინტერესო ცხოველები ყოფილან, ასე სულაც არ იქცევიან, მაგრამ ეს მექანიკური ვირთხები, დასავლეთის სპეცსამსახურებში გამოყვანილი მექანიკური ვირთხები ასე იქცევიან. რისი არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ, რომ ამტკიცონ, იმის მტკიცებას იწყებენ და აბრალებენ ადამიანებს იმას, რისი დაბრალებისთვის არანაირი мотивация და საფუძველი არ არსებობს. ასეთია მათი ბუნება და რაქნან. ახლა რა ხდება ევროპაში და რა ხდება ჩვენს დამოკიდებულებებში ევროპასთან. აი ეს ყველაფერი ხომ მოქმედებს ადამიანების ცნობიერებაზე და საბოლოო ჯამში საზოგადოებრივ ცნობიერებაზე. მოქმედებს და კორექტივი შეაქვს საზოგადოებრივ ცნობიერებაში. ამიტომ მოდით ვნახოთ ერთ-ერთი ფრაგმენტი ევროპის მიერ ჩატარებული გამოკვლევიდან. რას მდგომარეობა გვაქვს ევროპის მიმართ ნდობასთან დაკავშირებით საქართველოში. საზოგადოებაში, ქართულ საზოგადოებაში ევროპის მიმართ ნდობა მატულობს თუ კლებულობს. რა ტენდენცია გვაქვს ევროპული გამოკვლევის შედეგები? უნდობლობა ევროკავშირს. ევროკომისიის დაკვეთით ჩატარებული კვლევა ევროპელი ბიუროკრატებისთვის ერთგვარი ეგზიტ პოლი აღმოჩნდა. რა შედეგი მოაქვს ორმაგ სტანდარტს და არასამართლიან დამოკიდებულებას. 9%-ით შემცირებული ნდობა ევროკავშირის მიმართ. 2024 წლის შემოდგომის მონაცემებთან შედარებით მიმდინარე წლის მარტ-აპრილში საქართველოს მოსახლეობის განწყობა შეიცვალა. წლიურად კი საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 17%-ით შემცირდა. ესე იგი, საქმე გვაქვს არა უბრალოდ შემცირებასთან, ნდობის კოეფიციენტის, ნდობის მაჩვენებლის, არამედ კატასტროფულ ვარდნასთან. ძალიან დიდი პროცენტით ვარდნასთან. რამ გამოიწვია ეს? ეს გამოიწვია, რა თქმა უნდა, იმან, აი თქვენ ახლა გრაფიკულადაც შეგიძლიათ იხილოთ ის თუ რასთან გვაქვს საქმე, ეს გამოიწვია იმან, თუ როგორ იქცევა დასავლეთი ჩვენთან დამოკიდებულებაში, თუ რა გზას ადგანან ისინი. ჩვენ ხომ დასავლეთთან დიდი სიყვარული გვქონდა, დიდი სიამტკბილობა გვქონდა. ლამის ცალმხრივი სიყვარული გვქონდა, ლამის პლატონური სიყვარული გაგვაჩნდა და ჩვენი ერთგვარად რაღაც აღთქმული მიწა ეს იყო დასავლეთი.
აი ასე ჩამოყალიბდა ჩვენი ცნობიერება, ამას რა თქმა უნდა თავისი მიზეზები გააჩნია თუ რატომ და როგორ მოხდა ასე, მაგრამ მე ფაქტის შესახებ საუბრობ, ჩვენ ყველანი ერთად აბსოლუტური უმრავლესობა ვისწრაფოდით დასავლეთისკენ, დასავლური ღირებულებებისკენ, დასავლური კულტურისკენ, დასავლური მწერლობისკენ, დასავლური ფილოსოფიისკენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ აი ამ ვითარებაში, აი ამ დიდი და უკიდეგანო სიყვარულის შემდეგ მივიღეთ აი ეს სურათი, რაც თქვენ ახლა მოისმინეთ და იხილეთ. ანუ ევროპის მიმართ გული გაცივდა. ევროპის მიმართ ნდობა დაიკარგა. იმიტომ რომ თუ კი ის ადამიანი იქნება, სახელმწიფო იქნება, ორგანიზაცია იქნება, თუ ვინც უნდა იყოს, ვინც გიყვარს, ვისაც პატივს სცემ, ვისკენაც ისწრაფი, მუდმივად სახეში გაფურთხებს და თვალებში ნაცარს გაყრის, მუდმივად გატყუებს და მუდმივად ხედავ, რომ რაღაცას ცუღლუტობს, ეშმაკობს და არასწორად უპატიოსნოდ გექცევა. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გული ცივდება. შეყვარებულები შორდებიან ერთმანეთს, როდესაც ხედავენ, რომ რაღაც ნამდვილი არ არის, რომ სადღაც სიყალბეა, სადღაც ბზარია და აი ეს მოხდა საქართველოში ევროპის მიმართაც. ახლა რატომ მოხდა ასე? რასთან გვაქვს საქმე და როგორ უყურებს ყველაფერ ამას საქართველოს მმართველი პარტია? მაშინ, როდესაც სააკაშვილი დაგვისახეს ევროპულ საზომად რადიკალიზმი სამოქალაქო სტანდარტად, ომში ჩათრევას ცდილობდნენ, ეკონომიკის განადგურებას გვიქადდნენ, ცხადია, ამას რეაგირება მოყვება და ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, ხო? და ნამდვილად არ მიკვირს ის შედეგები, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ. რამე თქვა ახლა ბატონმა კალაძემ ისეთი, რომელიც მიუღებელია, ან რომელიც გაუგებარია? ახსნა ხომ სწორია. ყველაფერს აქვს თავისი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური საფუძველი. აბატონო ფილოსოფიაც, აბატონო ფსიქოლოგიაც. ხელის გულზე დევს ეს ყველაფერი, დასავლეთის და ევროპის არასწორი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ აჩენს დასავლეთისა და ევროპის მიმართ უნდობლობას. აი კიდევ ერთი ახსნა მმართველი პარტიის წარმომადგენლის. როცა ხედავენ, რომ გარკვეული სტრუქტურებიდან აბსოლუტურად უტიფარი და უსამართლო გადაწყვეტილებები შემოტევა ხდება საქართველოზე, რასაკვირველია ეს განაპირობებს გარკვეულ სკეპტიციზმის ჩამოყალიბებას. აი ასეთი ვითარება გვაქვს ევროპასთან დაკავშირებით და ევროპასთან დამოკიდებულებაში. ეს რა თქმა უნდა ყველაფერი არ არის. ერთი გადაცემა კი არა, შესაძლებელია საისტორიო ტომებმა ვერ დაიტიოს ყველაფერი ის, რაც ხდება ჩვენსა და დასავლეთ შორის, ჩვენსა და ევროპას შორის, მაგრამ მე ძირითად საკვანძო მომენტებზე ვამახვილებ ყურადღებას. ახლა გადავდოთ ეს ყველაფერი განზე და აი ევროპის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება გაგაცინოთ კიდეც, მაგრამ ხანდახან სიცილი და ცრემლი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, იმიტომ რომ ისეთი დაუჯერებელია ეს ფაქტები, იმდენად შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი, რომ სიცილი და ცრემლები შეიძლება ერთმანეთში აგვერიოს. კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ ევროპელი პატრონებისგან ახალი დირექტივა მიიღო. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ვერ წარადგინა, ევროპარლამენტმა მათ უკვე ღიად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა დაავალა. 2025 წელს დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები კიდევ ერთი გამოცდაა საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობისთვის. შესაბამისად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. აი ასე, ევროპა დირექტივას აძლევს საკუთარ მექანიკურ ვირთხებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც ახლოვდება, მონაწილეობა მიიღონ. მაგრამ როგორ და რანაირად ეს ის ევროპა არ არის, ის ევროკავშირი არ არის, რომელიც არ აღიარებს გასულ წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომლის შედეგადაც ფორმირებულია საქართველოს პარლამენტიც და საქართველოს მთავრობაც. თუ კი ამას არ აღიარებ, ამათ მიერ დანიშნულ არჩევნებს როგორ აღიარებ და როგორ მოუწოდებ, რომ მიიღონ მათ მონაწილეობა იმ არჩევნებში, ეს ხომ გამორიცხავს ერთმანეთს. რა თქმა უნდა გამორიცხავს, როდესაც არის სინდისი, როდესაც არის ლოგიკა, როდესაც არის
იურიდიული მიდგომა, პოლიტიკური მიდგომა, დიპლომატიური მიდგომა, მაგრამ როდესაც არის ვირთხის სინდრომით შეპყრობილი ადამიანების მიდგომა, იქაც და აქაც. ასეთ შემთხვევაში არაფერს არ ნიშნავს. ხან ასე იტყვი, ხან ისე იტყვი. როგორც მოეჩვენებათ, რომ მათთვის ეს ვითარება ჯობია, ეს მიდგომა ჯობია ამ კონკრეტულ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას და ასეთ დავალებას იძლევიან. და მიიღეს დავალება, რომ ამათ ამ აგენტურამ, დასავლეთის მეხუთე კოლონამ ადგილობრივ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. რა მოხდა თვითონ ამათში, ამ მეხუთე კოლონაში, ამ აგენტურაში, შიგნით რა პროცესები დაიწყო. ახლა ვნახავთ ამასაც, აი, ერთ-ერთი მათგანის მიდგომა. ვისურვებდი ანგარიშის ეს მონაკვეთი ყოფილიყო უფრო მკაფიო, რათა არც თუ სინდისიერ წამკითხველსა და ინგლისურიდან თარგმნას ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა არ მისცემოდა. კოალიცია ამ საკითხში სრულად ჩამოყალიბებულია და არ აპირებს შესვლას წინასწარ გაყალბებულ და სამშობლოს დამაზიანებელ კამპანიაში. ეს გახლავთ ვაჟბატონი გვარამია, რომელიც როგორც ახლა თქვენ მოისმინეთ, არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ესე იგი ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მის უკან დგას, არ აპირებს ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ ნახოთ კიდევ სხვა წარმომადგენელი აი ამ მეხუთე კოლონისა და აგენტურის. ეს არის ერთით მეტი გასათვალისწინებელი გარემოება. ჩვენ მოუწოდებთ ყველა კოლეგას ერთიანად, ერთიანი ძალისხმევით, ერთიან ფორმატში დავსხდეთ და ვიმსჯელოთ. ხომ არ იქნება კარგი, რომ შევქმნათ ერთით მეტი ახალი ბრძოლის ველი? შევქმნათ ერთით მეტი ახალი ბრძოლის ველი, იმას ნიშნავს, რომ დაუჯეროთ ჩვენს დირექტორებს ევროკავშირიდან, რომლებმაც დაგვავალეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება და მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ანუ გაიყო უკვე პოზიციები და შუაზე გაიხლიჩა, ასე ვთქვათ, ეს მეხუთე კოლონა დასავლეთისა. იმიტომ რომ ლოგიკას ესენი არ დაგიდევენ, რა თქმა უნდა, არც სინდის და ნამუს არ დაგიდევენ, მაგრამ რაღაცა ხელის მოსაკიდებელი ხომ უნდა გქონდეთ საკუთარ ამომრჩეველს რაღაცა თუნდაც მოსატყუებლად სათქმელი რომ შესთავაზონ ეს ხომ უნდა გქონდეთ და აი ეს ეცლებათ ახლა ხელიდან და რა თქმა უნდა პოზიციები გაიყო. არის კიდევ მესამე პოზიცია ამათში, რომელსაც ახლა მოისმენთ. სატელეფონო შეფასებებს როდისმე რეითხოვთ უკაცრავად, რომ ექნება შესაძლებლობა კომენტარის მაშინ. ეს არის გაქცეული, დამფრთხალი და გაქცეულის პოზიცია. იმიტომ რომ მან არ იცის რა თქვას. მან იცის რომ ცუდი რამე დაავალეს, ამათი რეპუტაციის დამანგრეველი რამე დაავალეს, მაგრამ ამას ვერ იტყვის. და კარგი რამე დაგვავალესო, ამასაც ვერ იტყვის, იმიტომ რომ არ იცის ხვალ რა მოხდება და ამბობს რომ რაღაც დაიძვრინა თავი, როდესაც ჩამოვყალიბდები, როდესაც მექნება დრო. ამაზე ფიქრის და აი ამის შემდეგ გიპასუხებ შეკითხვაზეო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი, როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობდა, სათაგვეთის სამეფოში დიდი ჩოჩქოლია. ნახოთ რით დამთავრდება ეს ჩოჩქოლი, მაგრამ იქამდე მოვისმინოთ შეფასებები, რომელსაც იძლევიან სხვა პოლიტიკური ძალები. ეს რეზოლუცია თუ ნებისმიერი განცხადება უცხოეთიდან ამაზე მეტყველებს, რომ ეს ხალხი, ვითომ პოლიტიკოსებად და ენჯოშნიკებად წოდებულები, თავიდან ბოლომდე ჩამოკიდებული არიან მათ უცხოელ პატრონებზე და გამომდინარე აქედან არის, რომ უნდობლობა მათ მიმართ ყოველდღიურად იზრდება ქართულ საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, მათ მიმართ უნდობლობა არა მარტო ქართულ საზოგადოებაში იზრდება, არამედ დარწმუნებული ვარ დასავლეთშიც იზრდება, იმიტომ რომ ეს მექანიკური ვირთხები არავის არ უყვარს. არც პატრონებს არ უყვართ. სიყვარული მათი შეუძლებელია. ნდობაც შეუძლებელია. ამიტომ მათ არც ქართველი ხალხი ენდობა, არც საკუთარი პატრონი ენდობა, მაგრამ რა კი დაფინანსების რაღაც წყაროები ჯერ კიდევ არსებობს, რაღაც თანხები მათი მიმართულებით მაინც მოედინება, ისინი ამ გზას აგრძელებენ, იმიტომ რომ სხვა გზა მათ უბრალოდ უკვე აღარ აქვთ. აი კიდევ ერთი შეფასება.
იმდენად უნდა რადიკალურ ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, რომ ამის გაправებისთვის როგორც ჩანს ესეთი გზა მოიფიქრეს თავის პატრონებთან ერთად, ქართველი ხალხი მათ გამოუტანს იმ განაჩენს, რომელიც გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება. ასეა, რა თქმა უნდა, ამომრჩეველი მათ განაჩენს გამოუტანს. ისეც, რომელიც გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება. გამოტანილია უკვე გაცმარო თქოს. ქართველმა ხალხმა მათ განაჩენი გამოუტანა ყველა დონეზე. პირად ცხოვრებაში, პირად ურთიერთობებში, აქედან დაწყებული და დამთავრებული პოლიტიკური ცხოვრებით, როდესაც ისინი პრაქტიკულად გარიყა საზოგადოებამ, თუმცა ის პროცენტი, რა პროცენტით მათ მიიღეს, არის საგანგაშო და არის ძალიან სერიოზულად დასაფიქრებელი, იმიტომ რომ ეს ვითარება საქართველოში არ უნდა იყოს. მათი დანაშაული იმდენად დიდია, იმდენად ხელშესახებია და იმდენად დასანახია თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული ქართველისთვის, რომ ის პროცენტი, რაც მათ მიიღეს საპარლამენტო არჩევნებში, რა თქმა უნდა, არ უნდა მიეღოთ და ეს მომავალში არავითარ შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს. ახლა ამ ევროპაში, ევროპარლამენტში იმდენი რაღაცები ხდება უკვე აღარც ვიცი რა ქვია, რას არქმევენ, რაღაცა ანგარიში იყო ამ ევროპარლამენტში, სადაც ქართველების ერთი ნაწილი ესწრებოდა ამას და რაღაცა რეზოლუცია მიიღეს, თუ რაღაცა გააკეთეს, ერთი შეთანხმებით ახლა მოვისმენთ, რასთან მქონდა საქმე. რასაი უკნევიჩიენეს თანაავტორობით ევროპარლამენტში მიღებული ანგარიშით ისევ ხელახალ არჩევნებს, სანქციებსა და საქართველოში დემონსტრაციების ახალ მუხტს ითხოვენ. ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც ჩაიწერა, თუმცა საბოლოო ვერსიაში სააკაშვილი ვერ მოხვდა. ანგარიში მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს, რეჟიმის დასანქცირებას მოითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას. ნახეთ რასთან გვაქვს საქმე. ერთის მხრივ, როგორც გითხარით, დაავალეს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა ამ მექანიკურმა ვირთხებმა, მაგრამ მეორეს მხრივ ისევ გრძელდება ის ძველი სიმღერა, რომელიც დაიწყეს და თვეების განმავლობაში ატრიალებენ და ატრიალებენ. ეს ძველი სიმღერა არის ის, რომ არჩევნები იყო გაყალბებული და უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. აი ამ თემაზეა ისევ საუბარი და ახლა ვნახოთ ვინ ესწრებოდა აი ამ შეკრებას, ამ ღონისძიებას და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ მიმართ. აქედანვე გეტყვით, ესენი არიან ქართული ასოები, არა სამთავრობო ორგანიზაციები, რომელსაც სხვანაირად კიდევ NGO-ებს უწოდებენ. რადიკალური პროცესების წახალისებისთვის ევროპარლამენტის ტრიბუნიდან დამსახურებული მადლობა უკვე მიიღეს მათ, ვინც სამშობლოს დაზიანებისთვის ბრიუსელს ხშირად სტუმრობდნენ. ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას რომ კონკრეტული ფასი აქვს ეს დღეს დამკვეთებისგან ქართველმა NGO-ებმა პირადად მოისმინეს. თქვენი აქ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში ყოფნა წარმოადგენს ძლიერ გზავნილს, რომ ქართული ხალხი რჩება ერთგული ევროპული ღირებულებებისა. მსურს გითხრათ, რომ თქვენ არ ხართ მარტო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და მადლობას გიხდით აქ ყოფნისთვის და ყველაფრისთვის, რასაც საქართველოსთვის აკეთებთ. ამ ვირთხებზე, როდესაც ვლაპარაკობთ მექანიკურ ვირთხებზე, ესენი მარტო საქართველოში კი არ არიან. ესენი იქაც არიან ადგილობრივი ვირთხები, ევროპელი ვირთხები, ამერიკელი ვირთხები. და მათ მიერ სხვაგან მოშენებული და მომრავლებული ვირთხები. მთელ მსოფლიოში ბინადრობენ ეს ცხოველები და როცა ისინი ძალიან მომრავლდებიან, თუ კი ასეთი რამ მოხდა, მაშინ კაცობრიობის საქმე იქნება ალბათ ძალიან ცუდად, მაგრამ ჯერჯერობით იმედია აქამდე არ ვართ მისულები. ახლა აი თქვენ მოისმინეთ ერთი დეპუტატის დამოკიდებულება, გულისამრევი პოზიცია, ცრუ პოზიცია საქართველოს მიმართ ზიზღით და სიძულვილით გამშვალული პოზიცია, მაგრამ კიდევ კარგი რომ იქაც არიან დეპუტატები, რომლებიც სხვაგვარად აზროვნებენ. აი კონკრეტული მაგალითი.
ევროპარლამენტარებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც პროექტს მხარი არ დაუჭერეს. მიზეზად პოლიტიკური მიკერძოებულობა დასახელდა, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს ცდება. Ჩემ მტკიცედ უარყოფთ საქართველოს შესახებ 2023-24 წლების კომისიის მოხსენების პროექტს. ტექსტი არა მხოლოდ წარმოაჩენს აშკარა პოლიტიკურ მიკერძოებას, ის ასევე შეიცავს რამდენიმე დებულებას, რომელიც სამართლებრივად და ინსტიტუციურად მიუღებელია ევროკავშირის საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ასეა თუ ისე ეს რაღაცა რეზოლუცია მიიღეს და ეხლა მოვისმინოთ შეფასება მმართველი პარტიისა, რა ფასი აქვს ყველაფერ ამას. ეს ყველაფერი შეფუთულია ლობიზმით და რეალურად ჩვეულებრივი კორუფცია არის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ რეზოლუციებს აქვს ჩალის ფასი, როდესაც შენ ხარ აგენტი და ემსახურები უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, ყავს პატრონები გარედან და მზად ხარ ყველა ნაბიჯი გადადგა, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ, შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს ყოველთვის საზოგადოების მხრიდან ექნება აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება. ლობიზმი და კორუფცია ახსენა ბატონმა კალაძემ და სწორია. ლობიზმი და კორუფცია ეს გაბატონებულია დასავლურ სისტემებში და ეს პრაქტიკულად ანგრევს და ღუპავს ყველაფერს. კორუფცია ეს არის დასავლეთში დაკანონებული მოვლენა, თითქოს ერთმანეთს ეწინააღმდეგება დაკანონებული და კორუფცია. კორუფცია არ შეიძლება დაკანონებული იყოს, მაგრამ მათ დააკანონეს. და როდესაც უსამართლობას აკანონებენ, ეს არის უსამართლობა კვადრატში აყვანილი. იქ უსამართლობა არის დაკანონებული, ასეთი ქმედებები არის დაკანონებული და სინამდვილეში საქმე გვაქვს უკიდეგანო დიდი მასშტაბის მქონე კორუფციასთან, რაც რა თქმა უნდა დასავლეთს ანგრევს პირველ რიგში და შესაძლებელია ჩვენ ვერ დაგვანგრიოს, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდ ზიანს გვაყენებს. ახლა ვის უჭერენ აი ეს ვაჟბატონები და ქალბატონები მხარს იქ დასავლეთში, ევროპარლამენტში, რა უნდათ მათ? ვინ არის ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში უძახდით მეხუთე კოლონას, აგენტურას და ახლა ახალი სახელის მოუძებნეთ მექანიკური ვირთხები. ვინ არიან ესენი? რა ბიოგრაფია აქვთ მათ? რა წარსული აქვთ მათ? რა აქვთ ჩადენილი? წარსულში თქვენ იცით რომ ახლა სპეციალური კომისია მუშაობს ამასთან დაკავშირებით, რომელიც სწავლობს მათ დანაშაულს, მაგრამ ჯერჯერობით საზოგადოებამ სისრულით, სისავსით არ იცის თუ რა აქვთ მათ ჩადენილი, იმიტომ რომ ეს უდიდესი რაოდენობაა დანაშაულთა. სისტემური დანაშაული, რომელიც თავის თავში მოიცავს გროვას დანაშაულებისა და ყველაფერი არ არის გამომზეურებული, ყველაფერი არ არის სააშკარაოზე გამოტანილი, თუმცა რაც არის გამოტანილი, რა თქმა უნდა, ნორმალური ადამიანებისთვის, ნორმალური საზოგადოებისთვის სრულიად გასაგებია. აი ვისთვისაც არ არის გასაგები, იმას კიდევ სხვა ფსიქოლოგიური ახსნა ჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ ასეთებიც გვყავს. ახლა რა თქმა უნდა, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ მათ დანაშაულებს აქ თავიდან ბოლომდე წარმოგიდგენთ, მაგრამ ზოგიერთი ჩემი აზრით ძალიან საყურადღებო მომენტი. როგორ იქცეოდნენ, რას აკეთებდნენ ისინი, აი თუნდაც უნივერსიტეტის მოვლენები ვისაც ახსოვს, ეგრეთ წოდებული რეფორმები და უნივერსიტეტის პროფესურისთვის მიყენებული უდიდესი შეურაცხყოფა და უდიდესი დარტყმა. ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე უნივერსიტეტებში პროფესორების დევნას იწყებს. მინისტრი კახალომაია რეფორმას აცხადებს, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გაუქმებას, სამეცნიერო სექტორის გაქრობას, ასაკობრივი ცენზის შემოღებას და არც მეტი არც ნაკლები რეჟიმი ცდილობდა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება არა ქართულად, არამედ ინგლისურად ყოფილიყო. ბოლო წინადადებას თუ მიაქციეთ ყურადღება, რეჟიმი ცდილობდა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება ყოფილიყო არა ქართულ ენაზე, არამედ ინგლისურ ენაზე. ეს მოსასმენადაც აი ერთი შეხება რომ აქვს ყურთან. მაშინაც ძნელია, მაგრამ როგორც კი გააზრებას იწყება მისა, ეს არის თავზარდამცემი რამ, რაც ახლა თქვენ მოისმინეთ. ეს არის კატასტროფული რამ, რასაც ისინი როგორც ჩანს გეგმავდნენ. მე პირადად ვერც დავიჯერებდი
ასეთი რამე თუ შეიძლებოდა ვინმეს თავში მოსვლოდა, მაგრამ როგორც ჩანს ასეთი რამ ყოფილა. მოდით ნაბიჯ მივიდეთ იქამდე. აკადემიკოსი ავთანდილ არაბული. 22 ფაკულტეტიდან მივიღეთ 6 ფაკულტეტი. მხოლოდ უნივერსიტეტში მოხდა კათედრების გაუქმება. შოთა რუსთაველის კაბინეტი, ილიას კაბინეტი, ვაშას კაბინეტი, გალაქტიონის კაბინეტი, ივანე ჯავახიშვილის კაბინეტი, მუზეუმები იყო. გაუქმება იყო ძალიან დიდი დანაშაული ისტორიის წინაშე. არა მხოლოდ გაუქმდა კი არა, გამოყარეს ეს ყველაფერი. ფიზიკური ძალადობაც მივიღეთ ჩვენს თავზე რეჟიმის მიერ. კამპანია ჩვენი რეპუტაციის შემლახველი. მთელი იმ რეჟიმის არსებობის განმავლობაში ჩვენ დევნის ქვეშ ვიყავ. აი აქ ჩამოთვლილი ისტორიული პიროვნებები ჩვენი ცნობილი საამაყო ხატად ქცეული ქართველი კაცისთვის თითოეული მათგანი. მათ კაბინეტებს, მათ მუზეუმებს რომ დაერევი უნივერსიტეტში და გარეთ რომ გაყრი მთელი მასალას, რომელიც ამ კაბინეტებში ინახება. ვინ ხარ ასეთ შემთხვევაში? რა შეიძლება დაგერქვას სახელად, როდესაც ასე იქცევი? მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობას წარმოადგენენ. რა თქმა უნდა, ხარ დამნაშავე. რა თქმა უნდა, ხარ ერის მტერი და ყველაფერ ეროვნულის ამომძირკვავი და ამომშანტავი. აი ეს ადამიანები განაგებდნენ საქართველოს ერთ ისტორიულ მონაკვეთს და საქართველოს მიაყენეს იმდენი ზიანი, იმდენი ტკივილი და მოუტანეს იმდენი უბედურება, რომ შეიძლება საუკუნეები დაჭირდეს გამოსწორებას. ამ ადამიანებთან გვაქვს საქმე. ახლა მინდა პროფესორ გოგოლაშვილს მოусმინოთ. ბარბაროსულად აღასრულეს ის დანაპირები, რასაც დაგვირდა ლომაიე რომ მოვიდა. ინტერვიუში თქვა, ნაჯახით ამოუძირკვავ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი. ყოველ გამოსვლაში ხმარობს ტერმინებს უსინდისო, უსირცხვილო, კორუმპირებულები, გათახსირე. აი ამ სიტყვების პირდაპირ ეს სიტყვები ისმის ჩვენს მიმართ. ყველა უნივერსიტეტელი გამოიყენა ლომაიამ ჩვენს წინააღმდეგ. რატი ამოლობელი გიგი თევზაძე, სიმონ ჯანაშია და ასე შემდეგ. კითხვა დავუსვით პირადად მე გიგი თევზაძეს. თქვათ რა ხდება, რაშია საქმე? ასეთი პასუხი არსებობს. ჩვენ ასე უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა უნდა იყოს ინგლისური. ახლა გავიხსენოთ ახლო წარსული ჩვენი და დღემდე როგორ აღინიშნება ის დღე, როდესაც დავიცავით ენა, გადავარჩინეთ მისი სტატუსი, სახელმწიფოებრივი სტატუსი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ბევრი დამიწერია ამასთან დაკავშირებით, ბევრი სატელევიზიო გადაცემა მომიმზადებია, რომ მაშინ ამ სტატუსს კი არ ემუქრებოდნენ. აბსოლუტურად სხვა მოვლენასთან მქონდა საქმე. იმ პერიოდში, საბჭოთა პერიოდში, როდესაც ეს აკადემიკოსები და ეს პროფესორები დაიბადნენ და გაიზარდნენ, ქართული ენა იყო ცამდე აყვანილი. ქართული ენა იყო სალოცავად ქცეული და კერპად ქცეული. და არც ერთ ეპოქაში ქართულ ენას არ უვლიდნენ, არ ეფერებოდნენ, არ ესათუთებოდნენ ისე, როგორც იმ პერიოდში. ეს რეალობაა, მაგრამ აი ეს რეალობაც ისე შეიფუთა და ისე მივიდა იმ თაობამდეც და შემდგომ თაობამდეც, რომ თითქოს მაშინ ენას ნაჯახით ძირკვავდნენ, ნაჯახით ებრძოდნენ და თურმე შემდეგ გადარჩა ენაო. არა და ჩვენ ვიცით, რომ ენა ჩვენ და საუბედუროდ ბოლო 30-35 წლის განმავლობაში გაირყნა, გაფუჭდა, დანაგვიანდა და პატივისცემის და ფერების საგანი კი არ არის, არამედ არის ჩვეულებრივი მოხმარების საგანი. ეს ჩვენ გავაკეთეთ სწორედ აი ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში, როდესაც საბჭოთა კავშირიდან გამოვედით, როდესაც დამოუკიდებლები ვართ, როდესაც დასავლეთს მივეკედლეთ და როდესაც კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ჩვენი მომავალი არის ნატო და ევროკავშირი. აი ახლა დაგვემართა ეს უბედურება, რაც ენას დაუმართეთ, მაგრამ ნახეთ თურმე სანამდე მიდიოდა საქმე, არა მარტო მოუვლელობა, არა მარტო უყურადღებობა ენის მიმართ, არამედ
სახელმწიფო ენად ინგლისურის გამოცხადება. ქართულის უარყოფა და მისი ჩანაცვლება ინგლისური ენით. აი ასეთი ყოფილა თურმე ის მიზანი, რასაც ისინი ისახავდნენ და თქვენ გახსოვთ ალბათ, აი სააკაშვილის რეჟიმის დროს ეშელონებით რომ ჩამოყავდათ მასწავლებლები, ეგრეთ წოდებული მასწავლებლები ინგლისური ენისა. ამერიკიდან ძირითადად და არა მარტო ამერიკიდან. ჩამოყავდათ თურმე რატომ? იმიტომ კი არა რომ ქართველებს, განსაკუთრებით ქართველ ახალგაზრდებს ინგლისური ენა შეასწავლონ. თუ კი ეს იქნებოდა მიზანი, ამას ვერ დავძრახავდით, იმიტომ რომ სწავლა ყოველთვის კარგია, ენის ცოდნა ყოველთვის კარგია. და რაც უფრო მეტი ენა იცის ადამიანმა, მით უფრო მეტი თვალსაწიერი აქვს მას და მით უფრო მეტი გასახანი აქვს და თუ კი ჩვენს ახალგაზრდობას ამისთვის მომამზადებდით, ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ თურმე აი რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი. ინგლისურით ჩანაცვლებას ჩვენი დედა ენისა, მშობლიური ენისა. აი რას წერდა მაშინ პრესა და როგორი იყო მდგომარეობა ამასთან დაკავშირებით. პრესაც, ტელევიზია ჩართული იყო ამაში, რომ ჩამოდიან ინგლისური ენის მასწავლებლები, არ იქა გვეშველა, არ იქა მთელი საქართველო ისწავლის ინგლისურ ენას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თურმე აი ამ ბოროტი განზრახვის შესასრულებლად, თურმე ერისთვის, ქვეყნისთვის, ხალხისთვის ზურგში מחვილის ჩასაცემად კეთდებოდა ეს ყველაფერი და არა იმისთვის, რომ ქართველებს ინგლისური ესწავლათ. ჩვენ და სამწუხაროდ. აი ასეთი გახლავთ, აი ვინ არიან ესენი და ვის უჭერენ მხარს დასავლეთში, ევროპაში, ევროკავშირში და ვინ სურთ რომ მოაბრუნონ ხელისუფლებაში. კიდევ მინდა რამდენიმე მაგალითი იმის გამოსამზეურებლად თუ ვინ არიან ესენი და რა ძალასთან გვაქვს საქმე. აი ერთ-ერთი ფრაგმენტი კომისიის ხდომიდან. მეგის ქარდავამ და კოხტა კოდუამ დედაჩემმა როცა ნახა დაიწყო ყვირილი და გახდა ცუდად. როგორც მოასულიერეს მეგის ქარდავამ და კოხტა კოდუამ დედაჩემს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ადამიანი ისე ცემეს, რომ ადგილზე მიაღებიეს ინსულტი. მე მანახეს როგორ მიაყენეს დედაჩემს ფიზიკური შეურაცხყოფა და მე შეიძლება მათთვის ყველანაირი ჩემს მიმართ შეურაცხყოფა მეპატიებია, მაგრამ მე არ ვაპატიებ მათ, რომ შეეხეს ჩემ გამჩენ გამზრდელ დედას. გადამიყვანეს სამმართველოში, ამოსაცნობ ოთახში. მეგის ქარდავამ დამადო თავში იარაღი და მეუბნებოდა, რომ მე შენ ეხა გეისვრი თუ არ მეტყვი, სად არის ალიბები და მე დავხოცავ შენ მშობლებსო. დავხოცავ შენ ძმასო, 14 წლის ბავშვს. როგორი მოსასმენია ეს ყველაფერი და როგორია გაცნობიერება და გააზრება იმისა, რომ ეს ჩვენი გუშინდელი დღეა. ჩვენ ამ რეჟიმიდან მოვდივართ და ჯერ ვერ გამოვსულვართ ამ რეჟიმიდან. ჯერ არ მოგვიშუშებია ეს ჭრილობა. და ახლა ის ჩვენი სანუკვარი დასავლეთი და ევროპა გვეუბნება, რომ ეს ადამიანები უნდა მობრუნდნენ ხელისუფლებაში. თუნდაც ეს განხორციელდეს სახელმწიფო გადატრიალების გზით. ჩვენ თანახმავართ, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც ჩვენს ყველა დავალებას შეასრულებენ. დღევანდელმა ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ დაიწყო ჭირვეულობა. დაიწყო სუვერენიტეტზე ლაპარაკი. დაიწყო საქართველოს უფლებებზე ლაპარაკი და ჩვენთვის ეს მიუღებელიაო, გვეუბნებიან ევროპელები. ამიტომ გვინდა ამ ადამიანების დაბრუნებაო.
ახლა მინდა აწგანსვენებული მეცნიერი ბატონი გიორგი ოთხამეზური გაგახსენოთ, რომელიც სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბრობს, ვისი მობრუნება გსურთ. როცა ვამბობთ, რომ წარსულზე ვილაპარაკოთ, როგორ არ ვილაპარაკოთ, იმ წარსულის შემოქმედი ხალხი მოდის, იმათ უნდა ვისაც მობრუნება, ვინც 160 ახალგაზრდა ქუჩაში დახვრიტა, ვინც წელიწადში 150 კაც ციხეში კლავდა და აქედან მე-13-ო იმისი აქ ძალადობის კვალი ეჩნეოდა მთელ საბჭოთა კავშირში. 70-იან 80-იან წლებში ადრე არა 70-იან 80-იან წლებში მთელ საბჭოთა კავშირში 50 კაც არ ხორეწდნენ და ესენი ციხეში წამებაში კლავდნენ გესმიხავ ხო რა ეს არის არა მოვიშეთ არა გადავალ სხვა ხომათთან გავამთავრებ რა მეტი მე ეს არის ხალხი რომელმაც აი ეს ტერიტორიები აი ესე გააჩუქა რომლებიც გამოვარდნენ იმას აცხოვრებდნენ აფხაზეთში ვისი მობრუნება გვინდა და ვისი მოტრიალება გვინდა ეს არის ყოველად უკულტურო ხელისუფლება რომელმაც მერაბერძენიშვილის ძეგლები დაანგრია ანა კანანდაძე ჭაბუ ამირეჯიბი და ესენი გულამდო ჩანაშვილი მოიძულა კარგით რა ხალხო რა მართლა რა ნაყოფი აი ეს არის ნაცმოძრაობის შემოქმედების შედეგად მიღებული ნაყოფი რომ თითქმის მოგორებამდე მისული საქმე მოიყვანეს აი აქამდე გასაგები მადლობა ბატონი გოცა თქვენთან გადავიდეთ აი ეს არის თქვენი და ეს იყო ნაძირალა ნაცბანდა იმიტომ რომ ხელისუფლება რომელიც ატერორებს საკუთარ ხალხს 10000 კაცს მარტო ნებაყოფლობით აქვს დაწერილი თავისი ქონების გადაცემა სახელმწიფოსთვის ჩუქება გესმით თქვენს რა მადლობა მოგესალმებით შუაღამის 2 საათზე რო აწერიებდნენ ნოტარიუსთან ხეს და ამათი მოbrunება გინდათ კაცო აი ასეთი არის ეს რეალობა რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს კი რა თქმა უნდა დღევანდელ ხელისუფლებას აქვს გარკვეული ნაკლოვანებანი აქვს გარკვეული შეცდომები და ყველაფერი ეს არის გასათვალისწინებელი ახსანუსხია ყველაფერი ეს და სათქმელია ხელისუფლებისთვის, მაგრამ თქვენ გინდათ რომ ქართული ოცნება ჩავანაცვლოთ ნაციონალური მოძრაობითა და მას მიტმასნილი ამ მექანიკური ვირთხებით და ესენი მოვაბრუნოთ ხელისუფლებაში. ღმერთმა დაიფაროს საქართველო ამ უბედურებისგან. აქედან გადავალ საერთაშორისო მიმოხილვაზე, მაგრამ იქამდე ცოტა განვიტვირთოთ, ცოტა ამოვისუნთქოთ და რუბრიკა ფსიქიატრიული რენტგენი. მეათე ადგილზე გასული ვიდეო. აი რატო ვერ ვამარცხებთ ბიზნესს? აი მაგაზე მაგ მასში ჩემი მხრიდან. იცი რა ერთ-ერთი მიზეზი იცი რა არის? ჩემი აზრით რა. მართლა აი ძალიან გულწრფელად ვამბობ. აი ხა ჩვენ რო ესეთი პოდკასტი გვაქვს და აქ რო ოპოზიციონერები გვისხედა და აი ესეთ კითხვებს რო უსვამთ და გარკვეულწილად მე იმედი რომ ამოჭრის და რო გააშავებს და ეხა ხაბეიშვილს რაღაცებს ამოუჭრიან ალბათ არ ვიცი ეხა რა თქვა ისეთი მაგრამ აი ამას რო ვაკეთებთ ჩვენ ვიბრძვით სიმართლით გაიგე და ისინი არაკეთებენ ამას. არათუ ამას არაკეთებენ. საპირისპირო პროპაგანდას არ ვაწარმოებთ. პროპაგანდა არის ბინძური საქმე და ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. აი ჩვენ ვფიქრობ რომ საპირისპირო პროპაგანდით მოუგებთ? არა, ხო და ჩვენ ეგ არ უნდა გავაკეთოთ. ეგ არის ბრძოლა წესების გარეშე და ეგ არ უნდა ვიკადროთ და ჩვენ ამას რო არ ვკადრულობთ. ჩვენ წარმოვიდგინე UFC-ზე რო გადიხარ. თქვა ჩვენ იბრძვი UFC-ის წესები და ვიღაცა გებრძვის მარტო კრივის წესები. ხო, ის ფეხებითაც გირტყავს და ჩვენ ვიბრძვით შედარებით კი არა და რა შედარება სუფთა მეთოდებით ვიბრძვით და მაგიტო არის ძნელი გამარჯვება. არ არსებობს დედამიწის ზურზე რამე, რასაც ეს ვირთხები არ იკადრებენ, მაგრამ იმასაც კადრულობენ, რომ ჩვენ ყველაფერს არ ვკადრულობთ, ყველაფერს კადრულობს ხელისუფლება და მთავრობა. აი ასეთი ტიპის და ასეთი ყაიდის არიან ეს ადამიანები. მე-9 ადგილზე გასული ვიდეო. აი ეგრე აწამებენ მაგათ შვილებსაც მოვა დრო ამათი 41 კუბო უნდა გავიდეს თითეული მოსამართლის სახლიდან თითეული ზემდგომი ხალხისგან 41 კუბო არ აცდეს არც ერთ ოჯახიდან ამინ არი კადრა ხო რას არი კადრებენ როგორ გეკადრებათ მერვე ადგილზე გასული ვიდეო იქნებ რუსეთთან ვიპოვოთ საერთო ენად, იქნებ ჯობია რომ აი ესეთი ნაძირლები გვყავდეს, რომელიც რუსეთს მოწონს ახლა. ამით ხო არ გადავრჩებით. ვერ ხერხდება რაიმე საღიაზრეს პარკლებში იმ ტიპის გონივრული წონასწორობის მოპოვება რუსეთთან, რომ აი მათი ინტერესები გავითვალისწინოთ და ვიყოთ სუვერენული სახელმწიფო. იქ სადაც საბჭოთა
იქამდე რუსეთის ან ეხანდელი რუსეთის გავლენა არის, ეს ნიშნავს სუვერენიტეტის მოსპობას, ეს ნიშნავს ჯოჯოხეთს, რეპრესიებს, ტირანიას, უზარმაზარ მსხვერპლს. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ მექანიკური ვირთხა. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ აღვივებ შულს ორ ხალხს შორის. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ შეპყრობილი ხარ რუსოფობიით. ხელოვნურად შეყვანილ ბაცილას დაატარებ. სხვას არაფერს არ ნიშნავს ეს. სხვათა შორის ამ 30-35 წლის განმავლობაში რაც გადაგვხდა, რაც დავკარგეთ, რაც მოგვივიდა. ეს ყველაფერი არის აი ამ განწყობილებების, ამ დამოკიდებულებების და ამ რუსოფობიის შედეგი. ეს ყველაფერი არის გამოსასწორებელი. ეს ვაჟბატონები კი მოგვიწოდებენ, რომ პირიქით უფრო გავაღვივოთ ეს უბედურება და უფრო გავართულოთ ჩვენი ცხოვრება. საქართველოს ცხოვრება უნდა გართულდეს იმითი, რომ ის მივიდეს უკრაინიზაციამდე. ეს არის ჩანაფიქრი იმ ბოდვისა, რაც ახლა თქვენ მოისმინეთ. კიდევ ერთი ამავე სერიიდან, ეს არის მე-7 ადგილზე გასული ვიდეო. 1921 წელს რომ მოვიდნენ კომუნისტები, დაიპყრეს ჩვენი წინაპრები. ზოგი დახოცეს, ზოგი გაიქცა, წაართვეს ქონებები, მერე წაართვეს შვილები, ტრადიციული აღზრდის ნაცვლად აღზარდეს საბჭოთა სკოლებში. დამოზარდეს ის საბჭოთა თაობა, რომელიც 37 მანეთით დაფრინავდა სადღაც. მე არ ვერჩი ამ თაობას, იმ თაობას თავისი პრობლემები აქვს. მე ყველაზე საცოდავი თაობა მგონია სინამდვილეში. ჩვენი მშობლების და ბებია-ბაბუების თაობა. საცოდავი მგაგებით, რომ როგორ გითხრათ, აი დააშინეს, კოლბაში აღზარდეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ აზრზე არ მოსულიყვნენ. და პირიქით, ანუ გამოიყენეს საკუთარი შვილების და შვილიშვილების წინააღმდეგ საბრძოლო. დღესაც საკუთარ შვილებს და შვილიშვილებს ებრძვიან. ისინი გებრძვიან ახლა შენ თუ შენ ებრძვი ახლა იმათ. გვატყუებ, იაგო თუ როგორ არის საქმე. ეს შენ ცოტა უფრო გონიერი კაცი მეგონე და ახლა ისე ირკვევა, რომ აი როგორც ბოკერიას აქვს თავში დომხალი, ანალოგიური დომხალი გაქვს შენს თავში და აი სრულ სისულელეს ბოდავ და გონია რომ რაღაცა იცი. თუ გაინტერესებს ის ეპოქა, უნდა შეისწავლო და უნდა ცოდნით, განათლებით, მაგალითებით, პრეცედენტებით უნდა დაუპირისპირდე. და რა ისე როგორც ახლა შენ აკეთებ და საკუთარ თავს აყენებ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. მე-6 ადგილზე გასული ვიდეო. Europe is our hope and our destiny. But at the same time, we have set this belief as the West did not punish Putin's neo-fascist, neo-Stalinist regime for years. Putin attacked Georgia in 2008. In 2014, Putin attacked Ukraine, annexed Crimea, and again, he got away with it. I hope today everyone finally understands that Putin will not stop with Georgia and Ukraine. Europe, show your strength, defend your ideals. Putin must be defeated, and all his satellites in my country must be punished. ვინმე თუ ხართ, ვინც საქართველოს დახსნასა და გადარჩენაზე ფიქრობთ, დროზე ქენით, თორემ ისწავლის ეს კაცი ინგლისურს კარგად და გამართულად და მერე უკვე ძალიან გაგვიჭირდება ალბათ. მე-5 ადგილზე გასული ვიდეო. ერთმა ჟურნალისტმა პოლიციას ლოყაში გააკეთა. ის დაიჭირეს და დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯოს. ამბობენ, რომ ამან დაარღვია პოლიციას შეურაცხყოფა მიაღწია. ჩვენ ვიცით ასევე ჟურნალისტები, რომლებსაც ფეხები დააყენეს. 7-5 კაცი უთმანდა. ქუსლებით ცენტრე დავარდნეს. ეხლა ვკითხოთ, რომელია უფრო დამნაშავე? კითხვა დავსვათ. რომელია დამნაშავე? თუ ეს დამნაშავეა, იმიტომ რომ ამ პოლიციას ლოყა უცითლდა და ტკივილი იგრძნო, რამდენად უფრო დამნაშავეა ის ხალხი, ვინც ქუჩაში უმოწყალოდ ცელდნენ და გადარჩნენ ღვთის ნებით, ღვთის წყალობით, ღვთის შეწევით, თორე მათი ხელიდან მკვდარი იყო. ხო გინახიათ? დასვით კითხვა. რომელია?
ამას ციხე ეკუთვნის და იმათ თავისუფლება? სად არიან ისინი? რატო არ არიან დაჭერილი? აი ესეთი უსამართლობები რო ხდება და ამ უსამართლობებზე თვალს დახუჭავთ. თვალ დახუჭული დარჩებით. ცოტა ვრცლად, იმიტომ ვალაპარაკე სასულიერო პირი, რომ იქნებ სადმე რომელიმე ეტაპზე გონება გაუნათდეს მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა და ბოლომდე თავისი აზრი გაიტანა. ეს საუბარი, რომელიც ახლა თქვენ მოისმინეთ, არ არის სასულიერო პირის საუბარი. ეს არის ცუდი და ტენდენციური პოლიტიკოსის საუბარი. ამიტომ, როდესაც მღვდლები და სასულიერო პირები იწყებენ პოლიტიკოსობას, ეფარებიან პოლიტიკას და ხდებიან ცუდი პოლიტიკოსები, კარგს არაფერს უხადის, არ ჩვენს ეკლესიას და არ ჩვენს ერს. მეოთხე ადგილზე გასული ვიდეო. მისცა ამათ ამისი უფლება, რომ თავისუფლების ამ წმინდა უფლებას, რომელიც კონსტიტუციით აქვს, შენ ეს უფლება მონიჭებული, ამას მიუქმებ და რაღაცას ცხვრის შიმტენი ვითომ ეგეთ იმას. საბჭოთა კავშირში რომ მშვიდობა მქონდა, ეგეთი იყო. საბჭოთა კავშირში რომ ხელს არ მანძრევინებდა არავინ ამ კუთხით და დაცული ვიყავი მშვიდობით, ეგეთი იყო, მაგრამ თავისუფლება ვარჩიეთ თელმა ერმა. 9 აპრილს გამოვედით და შევაწყდით და იმის მერე 30 წელი არ გავჩერებულ ვართ და ვერც გავჩერდებით. ვალდებულება გვაქვს. თავისუფლების ღმერთმა გაგვაჩინა თავისუფლად და ესენი მოდიან და გეუბნებიან რომ მე რო ბიუჯეტი ვჭამო და მე რო ვითხასავით ხრა ეს ყველაფერი. ამიტომ შენ თავისუფლებაზე უარი უნდა თქვა და ქტენი ვითომ ეგრეთ ეფემერულ მშვიდობას რომელზეც როცა უნდა მაშინ დამირგრევ ის მონღოლი როგორც ბუჩაში ისე შემოვარდება, როგორც გაგრას შევარდა, ისე შევარდება, ისე გააპატიურებს ისევ ბავშვებს და ისევ დაყრის და დააძრობს კბილებს და ვინ იქნება გარანტი? ესაა ნაზი ხელებით გამომწვარი ისინი, ცხოვრებაში რომ ძიმე ხელში არაფერი არ დაუჭერიათ? ტყვია რო არ გაუსვრიათ და ყდარი არ უნახიათ, ახლა ესენი გამოვლენ და ესენი იქნებიან პასუხისგებლები, რომ რუსია ამას აღარ გააკეთებს. ახლა თქვენ თუ გონიათ, რომ მე ამ ბოდვის გამო მოგასმენინეთ ეს ვიდეო? არა. მე ეს ვიდეო მოგასმენინეთ იმ წყაზარი სახის დასანახად, რომელიც ბოლოს გამოჩნდა სულ რამდენიმე წამით. ეს ჟურნალისტი გახლავთ, რომელსაც შეკითხვა არ გაუჩნდა აი ამ ბოდვაზე, აი ამ ვითომ პათეტიკურ გამოსვლაზე ერის წინაშე, რომელსაც ჩვენ 30 წელიწადია უსმენთ და რომელსაც დაანგრია ეს ქვეყანა, იმიტომ რომ ეს არის უპასუხისმგებლო განცხადებები. როდესაც მშვიდობას, რომელიც არის შენარჩუნებული საქართველოში, მაშინ როდესაც უკიდურესად ძნელი იყო მშვიდობის შენარჩუნება, უწოდებ ეფემერულს და ღირებულებისგან ცვლი და ისე მოგაქვს ქართველი ხალხის წინაშე სამსჯავროზე გამოგაქვს ისე თითქოს ჭეშმარიტებას ღაღადებ და ამ დროს ჟურნალისტი გისმენს და მას შეკითხვა არ უჩნდება, პროტესტი არ უჩნდება, განსხვავებული პოზიცია არ მოსდის თავში. აი ეს არის უბედურება და ეს არის ფსიქიატრია. მესამე ადგილზე გასული ვიდეო. არ ვიცი რა თქვა რა. ეს სოფლიო ისტორიას არ ახსოვს ხალხო. არ ვიცი რა ეს ალბათ ჩვენს გადარჩენილები ვართ, აი ყველა რესპუბლიკასთან ომი რო დაეწყოთ, ფაქტობრივად გაუნადგურეთ ფსტოსანი რაკეტები, რითაც შეიძლება გამოეშვათ. ამიტომ სლავა SBU. ქართველებო, ნუ თუ მოიძებნება ჩვენ შორის ადამიანი, ვინც დაიჯერებს იმას, რომ აი ამან რუსეთის ბირთვული ტრიადა დაანგრია. აი ამან თუნდაც იმ უკრაინელებთან, SBU-სთან ერთად ისეთი დარტყმა მიაყენა რუსეთს, რომ რუსეთი წელში ვეღარ გაიმართება. არსებობს ასეთი ქართველი ჩვენ შორის? არსებობენ, შემორჩნენ ასეთი გულუბრყვილო, მეტი რომ არ ვთქვა, ადამიანები კიდევ ჩვენ ცხოვრებას? ხომ სირცხვილია ეს ყველაფერი. მეორე ადგილზე გასული ვიდეო. დღეს ჩამოიშალა ის ძველი საბჭოთა პერიოდის როგორი არის trade union-ი და ვიცით
მოკლედ გამახსენდება. ხო. მოკლედ გავაგზავნე. მეტი არა, ჩემი მტერი შენაცი არაფერი გაგახსენდეს. რაც იცოდი, თუ რამე იცოდი, ბევრი არაფერი, ისიც დაგავიწყება შენ და სამწუხაროდ. და ბოლოს პირველ ადგილზე გასული ვიდეო. კარგად ამაკავე, პასტო ხვალ შევიკრა მე და. ხო ჯობია ეს ვიდრე კოსტუმი და გასტუმი. მაგას მეიკა აქვს. აუ ნახე, აუ, ესე კუდათ, მოდი, კუდათ დააგრეალას. და რო შემოუტრი, ან მე რო დავიმაგრო, რო შემოუტრიალდა სხვათა შორის. არ წახვიდეთ, სანამ არ დაგიქნათ, არ გამორთოთ. აი ამ კაცში რომ კაცს დაინახავს ერი, ქვეყანა, ხალხი და მას პრეზიდენტად აირჩევს, იმას ეკუთვნის ის, რაც მიიღო. ნამდვილად ეკუთვნის ის, რაც მიიღო. ხოლო მეორედ როდესაც აირჩევა მას პრეზიდენტად, მაშინ რასაც ნახავ იმაზე შემდეგ ვილაპარაკოთ. ერთი სიტყვით ასეთი იყო დღეს ეს ფსიქიატრიის რუბრიკა და ახლა მოდით ცოტა რამ ვთქვათ საერთაშორისო ვითარებაზე. ამ რამდენიმე დღის წინ რუსეთში სერიოზული და საზარელი террористული აქტები განხორციელდა. Абсолютно идентичная картина в Курской области, где в 3 часа ночи 1 июня в момент прохода грузового состава был взорван железнодорожный мост. Тот же иностранный пластид, те же украинские блоки управления. Мощность взрывчатого вещества 2 килограмма в тротиловом эквиваленте. И третий подрыв снова в Брянской области, тот же почерк, бомба, заложенная прямо на путях. Локомотив сошел с рельсов. აი ასეთი გახლავთ ეს მდგომარეობა, არა ერთი იყო ასეთი შემთხვევა, მოხდა კიდევ სხვა შემოტევები რუსეთის აეროდრომებზე, უკრაინის მხრიდან, თუმცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინა აქ არის მხოლოდ საშუალება. უკრაინა არის მხოლოდ ცოცხალი ძალა, რომელსაც იყენებენ და არა ისიც არა ყველა შემთხვევაში. ცოცხალი ძალაც უკვე შემოსულია დასავლეთის, ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. და ესენი აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ რუსეთში. ეს ხდება იმის პარალელურად, რომ თითქოს მოლაპარაკებებია დაწყებული, ტრამპია ამაში ჩართული, ტრამპს ახალი ხედვები აქვს, ახალი მიდგომები აქვს და იქნებ გადაწყვეტილიყო ის კრიზისი, გადაჭრილიყო, რომელიც უკრაინაში განვითარდა, მაგრამ აი ასე უშლიან ის ძალები ხელს, რომლებსაც არ სურთ იქ ომის და უბედურების დამთავრება. ახლა ნახოთ რა განცხადება გააკეთა საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის ამასთან დაკავშირებით და საერთოდ როგორია მდგომარეობა ამ ტერაქტების შემდეგ. Абсолютно варварское преступление против обычных людей, которое ставит киевский режим в ряд самых одиозных мировых террористических организаций. В Брянской области более 120 пострадавших, 7 человек погибли, маленькие дети с тяжелыми травмами. Руководитель Минздрава навестил 2 братьев 7 лет и 4 месяцев в клинике Леонида Рошаля. Все три теракта были, вне всякого сомнения, организованы спецслужбами Украины. თქვამია რომ უკრაინის სპეცსამსახურების ხელით არის ეს ყველაფერი გაკეთებული, მაგრამ მე უკვე ვთქვი, რომ უკრაინის სპეცსამსახურებისა და უკრაინის სამხედროების და უკრაინული ფაშიზმის უკან დგას დასავლეთი, დგას ევროპას, დგას ამერიკის შეერთებული შტატების, ახლა რაღაც ცვლილებების შეტანას ცდილობს ბატონი ტრამპი, მაგრამ ჯერჯერობით სამწუხაროდ არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მოხდა სტამბულის მოლაპარაკებების პარალელურად, პრაქტიკულად ამ მოლაპარაკებების ჩასაშლელად და აი რა მოახსენა და როგორ მოახსენა делегацიის ხელმძღვანელმა რუსეთის პრეზიდენტს. Они сначала наше предложение поддержали, взялись его прорабатывать, но уже буквально через 2 часа Зеленский публично отрекся от предполагаемой договоренности. ზელენსკიმ წინასწარ დაანება თავი უკვე ამ მოლაპარაკებებს, იმიტომ რომ იცოდა რა ჩანაფიქრიც არსებობდა, რა გეგმაც არსებობდა და იმის შემდეგ რა თქმა უნდა მოლაპარაკებები ვერ გაგრძელდებოდა. საინტერესო არის პუტინისა და ლავროვის მცირე დიალოგი ამ ამბებთან დაკავშირებით. Это
просто грубейшая ошибка режима в Киеве, имею в виду категорический и в грубой форме отказ Зеленского от этого предложения, так же, как было проигнорирована наша инициатива о таких же гуманитарных паузах по случаю Пасхи и по случаю 80-летия Великой Победы. Это происходит не в первый раз. Нас это не удивляет, а только убеждает в том, что сегодняшнему киевскому режиму мир вообще не нужен. Мир для него, скорее всего, означает утрату власти. А власть для этого режима, судя по всему, важнее, чем мир и чем жизни людей, которых они своими, судя по всему, и не считают. ერთ-ერთი მიზეზი ამ მოლაპარაკებების ხელოვნურად ჩაშიშლა, რა თქმა უნდა, არის ის, რაც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინის დღევანდელ ვაი ხელისუფალს, რომელიც აბსოლუტურად არ არის ლეგიტიმური, სურს, რომ ეს მდგომარეობა შეინარჩუნოს და გადაარჩინოს და გააგრძელოს როგორმე. თუ კი მოლაპარაკებები განვითარდება და ის რამე შედეგამდე მივა, მაშინ რა თქმა უნდა, ზელენსკი აღარ იქნება უკრაინის ფაშისტური რეჟიმის ლიდერი. ეს მან იცის და ამიტომ ის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ის მარტო არ არის, ამაშია მთელი უბედურება. ამ ამბების შემდეგ, რა თქმა უნდა, დროული იყო და აუცილებელი იყო პუტინსა და ტრამპს შორის კომუნიკაცია და ეს სატელეფონო საუბარი შედგა. Тема террористических атак киевского режима на Россию стала одной из основных в ходе телефонных переговоров, которые только что провели президенты России и США. Факт этого разговора подтвердил пресс-секретарь Кремля Дмитрий Песков. Разговор длился более часа, в том числе лидеры затронули вопрос ударов возмездия по Украине со стороны вооруженных сил нашей страны. Договоренности, которые бы могли в короткие сроки привести к урегулированию конфликта, не обсуждались. ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პუტინსა და ტრამპს შორის კი არ შედგა მარტო სატელეფონო საუბარი, არამედ პუტინსა და რომის ახალ პაპს შორისაც ლეო მე-14-თან გაიმართა სატელეფონო საუბარი. Президент России провел первый телефонный разговор с недавно избранным папой римским Львом XIV. Путин выразил признательность понтифику за готовность оказать содействие в урегулировании украинского кризиса и отметил, осуществленный Киевом намеренный и целенаправленный удар по мирным жителям однозначно квалифицируется как терроризм. რა თქმა უნდა, ეს არის ტერორიზმი, ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. მაგრამ რა განვითარება მოყვება აი ამ უბედურებას, რაც რუსეთში ამ ბოლო დღეებში დატრიალდა. პუტინის საბოლოო შეფასება ამ მოვლენისა. Решения о совершении подобных преступлений, конечно, принимались в Украине на политическом уровне. Конечно, везде и всегда в ходе вооруженных конфликтов, к огромному сожалению, страдают гражданские лица. Но то, что было в Брянской области, это целенаправленный удар по гражданским лицам. А по всем международным нормам такие действия называются терроризмом. თუ ეს ტერორიზმია და რა თქმა უნდა ტერორიზმია, ასეთ შემთხვევაში როგორი იქნება მოლაპარაკებების შემდგომი ბედი? ამასთან დაკავშირებითაც პუტინმა თავისი მოსაზრება გამოთქვა. Вспомним, еще совсем недавно украинские власти и их союзники грезили о стратегическом поражении России на поле боя. Сегодня на фоне огромных потерь, отступая по всей линии боевого соприкосновения, пытаясь запугать Россию, киевская верхушка перешла к организации террористических актов. И в то же время просят приостановить боевые действия на 30, а то и на 60 суток. Просят о встрече на высшем уровне. Но как же проводить в этих условиях подобные встречи? О чем говорить? Кто вообще ведет переговоры с теми, кто делает ставку на террор, с террористами? И за что их поощрять, предоставляя передышку в боевых действиях, которая будет использована
для накачки режима западным оружием, для продолжения насильственной мобилизации и подготовки других террористических актов, подобных тем, которые были осуществлены в Брянской и Курской областях. Რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში მიღებულია პრაქტიკა, რომ ტერორისტებს არ ელაპარაკებიან, მათთან მოლაპარაკებებს არ მართავენ. და ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, სხვანაირად არ შეიძლება იყოს. ამიტომ რა კი ყველაფერი წავიდა ტერორის გზით და რუსეთზე როგორც ახსენა პუტინმა, რომ მათ უნდათ ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება, როგორც ჩაფლავდა ეს გეგმა, ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხების არავით არის შანსი, არც ჰქონდათ და არც ექნებათ, ამიტომ ისინი გადავიდნენ ტერორზე. ანუ ეს ფაშისტური რეჟიმი მთლიანად ტერორისტებად გადაგვარდნენ, მაგრამ ვინ არიან ისინი, ვინც მათ დღემდე მხარს უჭერენ. ამ საკითხზეც პუტინმა თავისი დასკვნა დადო. Все преступления, которые были совершены в отношении гражданских лиц, в том числе женщин и детей, накануне очередного раунда предложенных нами мирных переговоров в Стамбуле, были, безусловно, направлены на срыв переговорного процесса. Удар наносился по гражданскому населению намеренно. И это только подтверждает наше опасение в том, что и без того нелегитимный режим в Киеве, захвативший когда-то власть, постепенно перерождается в террористическую организацию, а ее спонсоры становятся пособниками террористов. რა თქმა უნდა, სპონსორები, მხარდამჭერები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, არიან ტერორისტების სულის ჩამდგმელი, ტერორიზმის ორგანიზატორები და ტერორიზმის წამახალისებელნი. ამ შეფასებას, ამ იარლიხს ისინი ვერსად ვერ გაექცევიან. ეს ერთმნიშვნელოვნად. სხვათა შორის ეს ყველაფერი ყველგან ერთნაირად წარიმართება ხოლმე, იმიტომ რომ ერთი დირექტორი ყავთ, ერთი ცენტრიდან იმართება და შემსრულებლებიც ის მექანიკური ვირთხები არიან, რომელთა შესახებაც დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობ. გახსოვთ თქვენ ალბათ ვარდების რევოლუცია საქართველოში, გახსოვთ ნარინჯისფერი რევოლუცია და მაიდანი უკრაინაში და ისიც გახსოვთ და იცით რა შედეგები მოიტანა ამან აქაც და უკრაინაშიც. უკრაინაში საერთოდ რაღაცა კოლოსალური ტრაგედია დატრიალდა, მაგრამ ჩვენთანაც არანაკლები. დღეს სწორედ იმ უბედურების გამო არის საქართველოს სამნაწილად დაშლილი ქვეყანა და სხვა მრავალი პრობლემა, რომელიც ქვეყნის წინაშე დადგა. სამწუხაროდ, ამას სხვაგანაც გეგმავენ, სხვაგანაც იმეორებენ. მაგალითად, ბალტიისპირეთის ერთ-ერთ რესპუბლიკაში, ლატვიაში ახლა ცდილობენ რუსული ენის აკრძალვას. ზუსტად იმ მოდელით და იმ მეთოდით, როგორც ეს უკრაინაში ჩაატარეს თავის დროზე და გახსოვთ ჩვენგანაც როგორ იყო აკრძალული რუსული საუბარი, რუსული სიმღერები და როგორ ებრძოდნენ რუსულ ენას, რუსულ კულტურას. იგივე მზადდება ლატვიაშიც, მაგრამ როგორც ჩანს, ლატვიაშიც იგივე შედეგს მიიღებენ, რა შედეგიც უკრაინაში დადგა. სხვა გამოსავალი აქედან არ არსებობს, მაგრამ ისინი ჯიუტად იმეორებენ ამას. ერთი პატარა ფრაგმენტი, სადაც პარლამენტის შენობაში ამ თემაზე მიდის მსჯელობა და ერთ-ერთმა რუსულენოვანმა გაბედა, რომ პირდაპირ სათქმელი შუბში მიახალა ამ ფაშისტებს. Нас больше русский язык, наш язык. Вот! სამწუხაროდ, როგორც ჩანს, დასავლეთი არ დაწყნარდება. როგორც ჩანს, ის deep state, რომლის შესახებაც ბოლო დროს ამდენი გვესმის, ძალაშია, მოქმედებს და როგორც ჩანს, კიდევ ბევრ პრობლემას შექმნის მთელ მსოფლიოში, ჩვენ და სამწუხაროდ. რა იყო ჩვენი შეცდომაო? ეს ახლა არა, დიდი ხნის წინანდელია, მაგრამ პუტინმა ეს შეკითხვა დასვა, რა იყო ჩვენი შეცდომა და რა არის თქვენი შეცდომა? დასავლეთს მიმართავდა. Самая главная ошибка с нашей стороны в отношении с Западом, что мы слишком вам доверяли. А ваша ошибка заключается в том, что вы восприняли это доверие как слабость и злоупотребили этим доверием. ჩვენ გენდეთ და ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომაო, თქვენ ეს ნდობა სისუსტედ ჩათვალეთ და ეს იყო თქვენი ყველაზე დიდი შეცდომაო. სწორი ნათქვამია. მაგრამ ამ სწორ ნათქვამს ეტყობა
გამოსწორება უნდა. და როგორი იქნება გამოსწორების გზები და საშუალებები, ახლა როდესაც ყველაფერი ასე ჩიხში შედის, ძალიან ძნელი სათქმელია. ტრამპი და გერმანიის კანცლერი შეხვდნენ ერთმანეთს. მათ შორის გაიმართა საუბარი, რა თქმა უნდა, უკრაინის თემასთან დაკავშირებითაც. გონებაში მაქვს ვადა, როდესაც დავინახავ იმ მომენტს, რომ შეთანხმება არ შედგება, ჩვენ ძალიან მკაცრები ვიქნებით. სიმართლე ვთქვათ, ეს შეიძლება ორივე ქვეყნის მიმართ იყოს, რადგან იცით, რომ ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო. ზოგჯერ ხედავთ ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ, მათ სულთ ერთმანეთი და სკვერში ჩხუბობენ. შენ კი ცდილობ მათ გაშველებას. ზოგჯერ მათ არ უნდათ გაშველება, ზოგჯერ უკეთესია გაჩერდე და მისცე უფლება ცოტა ხანს იჩხუბონ. შემდეგ კი გააშველო. გუშინ პუტინს უთხარი, პრეზიდენტო, შესაძლოა მოგიწიოთ ომის გაგრძელება და ბევრი ტანჯვა, რადგან ორივე მხარე იტანჯება, ვიდრე მათ გააშველებთ, ვიდრე გაშველება შესაძლებელი გახდება. რაღაც მომენტში ეს მოხდება. მე მჯერა ამის. თუ არ მოხდება ან დავინახავ, რომ ვიღაც ამ გზიდან გადაუხვევს, თუ რუსეთი გადაუხვევს, თქვენ გაოცდებით, როგორი მკაცრები ვიქნებით. ორ რამეს მიაქციეთ ყურადღება ამ ნათქვამიდან, ერთი თუ ბავშვები ჩხუბობენო, ხანდახან ჯობია რომ ცოტა ხანს კიდევ იჩხუბონ და მერე გააშველონო. ეს ძალიან ცუდი ნათქვამია, მაგრამ შესაძლებელია მართლა ასე გაგრძელდეს ყველაფერი და გაშველება არ შედგეს. და მეორე, რასაც მინდა მიაქციოთ აი ამ დიალოგიდან, ყურადღება არის ის პათოსი, დირექტორის როლი, ზემდგომის როლი, რომელსაც სურს გაშველება. რა თქმა უნდა, ტრამპი არ იყო ამ უბედურების მოთავე, სხვა იყო მაშინ პრეზიდენტი, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ტრამპს სურს, რომ პასუხისმგებლობას გაექცეს არა მარტო თვითონ, არამედ მისი ქვეყანაც, მაგრამ ვერ გაექცევა მისი ქვეყანა ამ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ მათ დაატრიალეს ის უბედურება, რამაც უკრაინა დაუპა. რამაც არა მარტო მილიონობით სიცოცხლე შეიწირა, არამედ ქვეყანა პრაქტიკულად დაანგრია. უკრაინა ვერასოდეს ვერ იქნება იმ მასშტაბის სახელმწიფო, რა მასშტაბის სახელმწიფო იყო იქამდე, ვიდრე ეს ამბები დაიწყებოდა. ვიდრე მე არ გულისხმობ ბოლოდროინდელ პროცესებს და სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, მე გულისხმობ იმ მაიდანს, იმ ნარინჯისფერ რევოლუციას და სხვა ათას ტრაგედიას, რომელიც მოახვიეს თავს დასავლეთიდან უკრაინას და უკრაინელ ხალხს. იქიდან დაიწყო უბედურება და ამ პასუხისმგებლობას ტრამპი გაურბის და უნდა რომ ქვეყანას გაექცეს, მაგრამ ეს ასე ვერ მოხდება. ახლა როგორია ზელენსკის დამოკიდებულება ამ საკითხებთან დაკავშირებით? კიცენაბიჯების იმედი გვაქვს. სწორედ ეს არის ის, რისი ნაკლებობაცაა ახლა. სწორედ ამას შეუძლია მოსკოვში მყოფ ნაძირლებსაც კი აგრძნობინოს, რომ ვერ გააგრძელებენ ომს. ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი. სწორედ ამიტომ გჭირდება ახალი სანქციები, პირველ რიგში შეერთებული შტატებისგან. სწორედ ამიტომ გჭირდება მკაფიო პოლიტიკური ზეწოლა, რათა დიპლომატია ეფექტური იყოს. მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც რუსეთმა არ უარყო. ისინი ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, მხოლოდ ნგრევა და მკვლელობები მოსწონთ. ამაზე პასუხი უნდა აგონ. აი ასეთი ამ კაცის პოზიცია და რა ჩანს ამ პოზიციაში? ერთადერთი რამ. ეს რეჟიმი არ არის მიყვანილი იმ კონდიციამდე, რომლის შემდეგ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება, ოღონდ არა იმაზე თუ როგორ განვითარდება შემდეგ ურთიერთობები, არამედ უსიტყვო კაპიტულაციაზე. თუ ამ რეჟიმს აქამდე არ მიიყვან, ეს რეჟიმი ყოველთვის ამენით ილაპარაკებს. ვინაიდან ამ რეჟიმის უკან დგას დასავლეთი, დგას ევროპა და დგას ამერიკის შეერთებული შტატები. ეს არის გასათვალისწინებელი. ამიტომ ეს რეჟიმი უნდა მივიდეს უსიტყვო კაპიტულაციამდე. სხვათა შორის იმედი მაქვს, რომ მივა. აქ პატარა იუმორს შემოვიტან და ხელოვნური ინტელექტის პატარა ფრაგმენტი მინდა შემოგთავაზოთ, თუ რა დონის და რა მასშტაბის მრჩეველი ყავს პუტინს უკრაინის საკითხებში.
თქვენ დაიჯერებთ, რომ ამ საქმეში გამარჯვება აუცილებლად დადგება, იმიტომ რომ მრჩეველი ასეთი კაცია. ეს ასე ვთქვათ, ოდნავ რო განვიტვირთოთ. ახლა დაუბრუნდები ისევ საქართველოს და ძალიან მალე დავამთავრებ. აქ გაიმართა ფორუმი, სადაც მონაწილეობდნენ საზღვარგარეთი წარმომადგენლები, ლაპარაკი იყო ეკონომიკურ განვითარებაზე, ინვესტიციებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ამ საკითხებს ახლა არ შევეხები, მაგრამ შევეხები ერთ კონკრეტულ გამონათქვამს, რომელიც ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. დღეს დღევანდელ კონფერენციას მიმართავს ჩინეთის ელჩი საქართველოში და მე ვფიქრობ, ჩინეთი არის სწორედ ის სახელმწიფო, რომელსაც ყველამ უნდა მიბაძოს. გასული 45 წლის განმავლობაში ჩინეთი იყო ზუსტად ის სახელმწიფო, რომელსაც არც ერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა. და ეს სახელმწიფო იყო თავიდან ბოლომდე ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და შედეგებიც არის, ვფიქრობ, სახეზე კიდევ ერთხელ განსაკუთრებით უნდა დავაფასოთ ამ სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით მეტი მშვიდობის უზრუნველყოფაში. მე მას აბსოლუტურად ვეთანხმები ჩინეთის ამ როლის განსაზღვრაში, გამოკვეთაში. რა თქმა უნდა, ჩინეთი ის სახელმწიფოა, რომელიც მსოფლიო ბედის, მსოფლიოს ახლებური მოწყობის, მსოფლიოში ახალი სამართლის ჩამოყალიბების პროცესებში უდიდეს როლს შეიტანს და შეასრულებს. ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა და აქ საკამათო არაფერი არ არის. ეხლა მინდა მისი კიდევ ერთი პატარა ფრაგმენტი მოგასმენინოთ, ეს უკვე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს. ძალიან დამაიმედებელია ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის გზავნილები ამ თვალსაზრისით, რომელიც ხაზს უსვავს მშვიდობის მნიშვნელობას. და იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უფრო მეტად იქნება მსოფლიო მასშტაბით ახალისებული მშვიდობა. ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ სახელმწიფოსთან, მათ შორის ყველაზე სახელმწიფოსთან, რომელიც არის ორიენტირებული სწორედ მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და მეტი კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე საკუთარი ხალხებისთვის. თუ ლაპარაკია ტრამპზე, რა თქმა უნდა, ჩვენც ამ იმედით უნდა ვიყოთ გამშვალული, იმიტომ რომ ტრამპი დაუპირისპირდა იმ უბედურებას, რასაც ქვია deep state, რასაც ქვია სიღრმისეული სახელმწიფო, რასაც ქვია ამერიკული ბიუროკრატია, თავისი კორუფციით, თავისი გავლენებით და თავისი სურვილით მსოფლიოზე გაბატონების. აი, რა კი ამას დაუპირისპირდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ტრამპის მხარეს უნდა ვიყოთ. და ჩვენი ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრიც ამ ზაობას გამოთქვამს და ეს სწორია, ლოგიკურია, ასე უნდა იყოს. მსოფლიოში სულ სამი სახელმწიფოა. ჩინეთზე მან პოზიტიურად ილაპარაკა, ამერიკის შეერთებულ შტატებზე პოზიტიურად ილაპარაკა, რაც შეეხება მესამე სახელმწიფოს, მესამე სახელმწიფოს, რუსეთს, მას საერთოდ არ უხსენებია. მას საერთოდ არ უხსენებია, იმიტომ რომ ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობების ჩამოყალიბების მიმართულებით ჯერჯერობით ნაბიჯები, სერიოზული ნაბიჯები ვერ გადადგეს. ვერც სერიოზული და ვერც არასერიოზული. არავითარი ნაბიჯი პრაქტიკულად ამ მიმართულებით არ გადადგმულა და ეს არის ძალიან დიდი და სერიოზული ნაკლი. ეს არის აქილევსის ქუსლი ამ ხელისუფლებისა და ამ მთავრობისა. ამიტომ ეს საკითხი არის გამოსასწორებელი, მაგრამ ვერაფრით ისინი ამ ნაბიჯს ვერ დგამენ. რა კი ასეა საქმე, რა კი ასეა ვითარება, აუცილებლად გამოჩნდებიან სხვა ძალები, რომლებიც მოინდომებენ, რომ ეს საკითხი დაძრან. რომ რუსეთის მიმართულებით დიალოგი შედგეს. რომ რუსეთთან დიალოგს არ ყავდეს სხვა დამსწრე, უცხო პირი, რომელიც ყოველთვის იმუშავებს იმისთვის, რომ დიალოგი ჩაიშალოს. ისე როგორც ახლა იმუშავებს სტამბოლის დიალოგთან დაკავშირებით და ჩაშალეს კიდეც. ეს რომ არ მოგვივიდეს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება პირდაპირი დიალოგი. ჩვენ ხელს გვიშლიან ამერიკელები, ევროპელები, ახლა ინგლისელები გამოჩნდნენ და ინგლისი ძალიან ცუდად ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში, ცდილობს ჩაერიოს, ამისი სიგნალები არის,
ეს უკვე გახმოვანდა, ეს უკვე გაცხადდა. აი ამ ვითარებაში რაღაცა უნდა შეცვალოს ჩვენმა ხელისუფლებამ, მაგრამ რა კი ის აყოვნებს, რა თქმა უნდა, გამოჩნდებიან სხვა ძალები, რომლებიც ამას მოინდომებენ და ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამენ. ბატონი მამუკა ფიფია, დღეს მას ჰქონდა ერთ-ერთ რუსულ ეთერში ჰქონდა თავისი ჩართვა და იქ რამდენიმე მომენტს გაესვა ხაზი, აი ეს фрагменты მინდა შემოგთავაზოთ. Да, что там Британия? Что хочет теперь она? Ну, вы знаете, что там за этими именами, фамилиями и за правительством Великобритании стоят конкретные организации, да, там, ну, это, конечно же, Морганы, рядом с Морганами там стоят еще BlackRock, они прямо активно заходят в грузинский бизнес, практически грузинская финансовая система зависит от Великобритании. Все крупные банки принадлежат англичанам, ну, через Морганов, через BlackRock. И, конечно же, у них есть возможности там влиять на финансовую систему Грузии. Что они хотят, известно. Ну, они хотят сделать, ну, продолжить свой антироссийский проект на Кавказе, на Закавказье, закрепиться тут и дальше там, вы знаете, влиять, как говорится, каким-то образом попытаться на Россию. Вот как бы это их цель, и преследуют они, несмотря на то, что выборы уже позади, ну, они надеются, что все еще у них получится. Чудесно. А что в самой Грузии по этому поводу говорят? Мы приняли резолюцию за прямой диалог с Россией и объявили сбор подписей. И смотрите, что происходит. С этой стороны доверие падает катастрофически к Евросоюзу, там на 17% упало, они сами бьют тревогу, что это такое, они не понимают. С этой стороны мы начинаем сбор подписей, у нас уже к сегодняшнему дню, там за 18 дней, у нас уже 37 или 38 тысяч подписей, это только в электронном виде. А мы еще, естественно, раздаем бланки и собираем обычно среди населения. И, кстати, мы это начали еще и в Москве, и в России, и не только в России, а по всему миру. То есть, если мы собрали там за 18 дней 37 тысяч, то 3 раза больше мы собрали обычным способом на бланках. Поэтому это не нравится, конечно же, нашим так называемым партнерам и делают всякие провокации, в том числе вот провокация с флагом. გახსოვთ თქვენ ეს დროშასთან დაკავშირებული პროვოკაცია, გულის სამრევი პროვოკაცია, რომელიც საქართველოში განხორციელდა, მაგრამ რუსეთში ამას არ მიუღია ის გამოხმაურება, რასაც ითვალისწინებდნენ პროვოკაციის მომწყობნი. ეს არის ბრძნული დამოკიდებულება რუსეთის მხრიდან, რა თქმა უნდა, და მე იმედი მაქვს, რომ საერთოდ პროვოკაციების devalvatsiya მოხდება და ადვილად აღარავინ აღარ წამოეკება ამ პროვოკაციებს. რაც შეეხება ხელისმოწერებს, ეს ხელისმოწერები უნდა გაგრძელდეს, მე უკვე ვისაუბრე იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან პირდაპირ დიალოგს, პირდაპირ საუბარს ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა, რომელსაც აუცილებლად უნდა მივახციოთ. ახლა ძალიან გაკვირთ შევეხები იმას, თუ რა ხდება თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამით დავასრულებ დღევანდელ გადაცემას. იქ უაღრესად საინტერესო პროცესები ვითარდება. არა სასიამოვნო, არა სასურველი, მაგრამ რა თქმა უნდა, საინტერესო პროცესები. კანონპროექტის ზოგიერთ სფეროში, მათ შორის თავდაცვისათვის და მიგრაციული პოლიტიკის გასატარებლად ხარჯების და სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდას და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს. მასკოვა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სავაჭრო ტარიფები წლის მეორე ნახევარში რეცესიას გამოიწვევს. ასევე გააზიარა სოციალური ქსელის მომხმარებლის პოსტი და დაითანხმა მის შინაარს, რომ საჭიროა ტრამპის იმპიჩმენტი და მისი ჩანაცვლება ვიცე-პრეზიდენტით ჯეი დი ვენსით. ამასთან ერთად საკუთარ სოციალურ ქსელში გამოკითხვა გააკეთა, საჭიროა თუ არა ამერიკაში
შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც შუაში მყოფ 80%-ს წარმოადგენს. გამოკითხვაში ამ დროისათვის 1,930,968 მომხმარებელმა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება. მათმა 82%-მა შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა. დონალდ ტრამპმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ბიუჯეტში ფულის დაზოგვის ყველაზე მარტივი გზა ილონ მასკის კომპანიებისათვის სუბსიდიებისა და სამთავრობო კონტრაქტების შეწყვეტაა. ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე წასულიყო წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა, წერს დონალდ ტრამპი. როგორი უცნაურიც უნდა გაჩვენოთ, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ სულ რაღაც 4 თვე არის გასული, ცოტა მეტი ალბათ და უკვე გაისმა სიტყვა იმპიჩმენტი მის მიმართ. გარდა ამისა, ნახეთ რა მოხდა. ტრამპი და მასკი, ეს ორი ფიგურა, ორი უზარმაზარი ფიგურა, რომელიც ერთმანეთთან იყო დაკავშირებული, რომლებმაც მიაღწიეს გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში, სულ მალე, სულ მცირე დროში ისე დაიშალნენ და არა მარტო დაიშალნენ, არამედ ისე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ ერთი ამბობს იმპიჩმენტის შესახებ, ხოლო მეორე ამბობს, რომ ის შეიშალაო. ესე იგი ძალიან რთული ვითარებაა და ძალიან რთული დაპირისპირებაა. ახლა მინდა მოგასმენინოთ ტრამპის კომენტარი ამასთან დაკავშირებით. ილონს და მე გვქონდა შესანიშნავი ურთიერთობა. არ ვიცი, გვექნება თუ არა კიდევ. მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ილონმა ამ კანონ პროექტის შიდა სამუშაო აქ მყოფთაგან უკეთესად იცოდა. თქვენზე უკეთ. მან მის შესახებ ყველაფერი იცოდა. ამასთან არასდროს ჰქონია პრობლემა, ვიდრე არ წავიდა. მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონით. მე ილონს ბევრით დავეხმარე. ასეთი არის განაწყენებული ტრამპის პოზიცია. ახლა ბარემ მოვისმინოთ ილონ მასკის პოზიციას. ნამდვილი დიდი ბომბის ჩამოგდების დროა. დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი თუ რატომ არ გასაჯაროვდა ისინი. ბედნიერ დღეს გისურვებ დონალდ ტრამპ, წერს ილონ მასკი. ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს ციხეში სასამართლო პროცესამდე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გასულ წელს გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობილი სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს ტრამპის სახელიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არ არის. ესე იგი, როგორც ხედავთ, დაპირისპირება არის ძალიან სერიოზული, მაგრამ ამას იმიტომ მივაქციე ყურადღება, რომ აქ არ შევჩერდეთ და არ ვიფიქროთ, რომ ეს არის პიროვნებათა შორის დაპირისპირება, პიროვნებათა შორის შეუთანხმებლობა, პიროვნებათა შორის გაუგებრობა და ასე შემდეგ. არა. ამერიკის შეერთებული შტატები შესული არის ძალიან ღრმა სისტემურ კრიზისში. და ეს ყველაფერი, რაც თქვენ ახლა მოისმინეთ და რაც არ მოგისმენიათ, მაგრამ მოისმენთ ალბათ მომავალში. ეს ყველაფერი არის აი ამ უზარმაზარი გლობალური სისტემური კრიზისის გამოხატულება. ეს არის ის, რომ ეს ქვეყანა უკვე იხრჩობა ამ კრიზისში. ქვეყანა კი არ იხრჩობა. იხრჩობა თვითონ სისტემა, უსამართლობის და უზნეობის სისტემა. სისტემა, როგორც თვითონ აღიარეს უკვე, რომელიც მუშაობს ნეგატიური მიმართულებებით, რომლებიც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში აფინანსებს სახელმწიფო გადატრიალებებს, ტერორისტულ აქტებს, მკვლელობებს და სხვადასხვა ტრაგიკულ მოვლენებს. აი ეს სახელმწიფო, რომელიც ზრდის ვირთხებს, გამოყავს მექანიკური ვირთხები, იმიტომ რომ ესა თუ ის სახელმწიფო დაანგრიოს, გააუბედუროს, სახელმწიფო გადატრიალებამდე მიიყვანოს, სამოქალაქო ომამდე მიიყვანოს და ჩაძიროს ამ ჭაობში. აი ეს არის ეს სახელმწიფო, როგორც არ უნდა ალამაზონ მათ და როგორც არ უნდა ვალამაზოთ ჩვენ. არსი მისი დღევანდელი რეალური მდგომარეობა მისი არის ეს. ისინი მივიდნენ ვირთხებამდე და ბოდიშს კი გიხდით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვნახოთ ის პასაჟი, რომლითაც დავიწყეთ ეს გადაცემა.
როდესაც ამას ბიბლიას გვასწავლის, როდესაც ქვეყანას კალია შემოესავა, როდესაც კაცობრიობა ვირთხების ხელში აღმოჩნდება, ასეთ შემთხვევაში ფინალი იქნება, რა თქმა უნდა, ტრაგიკული. და ეს ტრაგიკული ფინალიც ხოთაშორის ბიბლიაში აღწერილი. ამიტომ კაცობრიობა უნდა შეეცადოს, რომ თავი დააღწიოს ამ მდგომარეობას, გამოვიდეს ამ ვითარებიდან. კაცობრიობა ცოტა ისეთი სათქმელია, ეს გლობალური ცნებაა ძალიან, მაგრამ თითოეული ჩვენგანი მოვალე ვართ, რომ ზნეობისკენ მოვიხედოთ, ადამიანობისკენ მოვიხედოთ, სიკეთისკენ მოვიხედოთ, სიყვარულისკენ მოვიხედოთ. ამიტომ დავამკვიდრე ეს ტრადიცია ამ გადაცემაში, რომ გადაცემის დასასრულს სანთელს ვანთებ ხოლმე და ამითი მინდა გამოვხატო ის დამოკიდებულებაც და ის სურვილიც, ის მიმართულებაც, თუ საითკენ უნდა ვიაროთ, საითკენ უნდა გავიხედოთ. ეს ერთადერთი გზაა სანთელი და ირჯვარი, რომელიც უნდა გადავიწეროთ და ვიაროთ სიკეთის მიმართულებით, ადამიანურობის მიმართულებით. თუნდაც ისეთ როგორც ეს პატარა ანგელოზი მიდის ამ კიბეებზე, მისთვის ძნელად დასაძლევ კიბეებზე, რათა მივიდეს და მივახლოვდეს იმ სინათლეს, იმ სიწმინდეს, იმ სისუფთავეს, რასაც ქრისტიანობა ქვია, მართლმადიდებლობა ქვია. ამით დავასრულებ დღევანდელ გადაცემას და დაგემშვიდობებით იმ იმედით, რომ მომავალ პარასკევს დათქმულ დროს საღამოს 7 საათზე ისევ გაიმართება ჩვენი შეხვედრა გადაცემაში სპეციალური გამოშვება. ნახვამდის.